მოგესალმებით, მეგობრებო, ბატონი გიორგი გაბუნი არის ჩვენი გაცემის პირველი სტუმარი, სოზერ სუბარი არის მეორე, ლადო ბოჟაძე არის მესამე და ასრულებს ყველაფერს გოგა ხაინდრევა, გაჩვენებთ ფილმს, ძალიან საინტერესო ფილმს, სიბრძნე სიცრუისა, სადაც არის მოყვანილი ის საშინელი დარბევა დემოკრატიული და მშვიდობიანი მიტინგებისა, რომელიც ევროპის ქვეყნებში მიმდინარეობდა, მიმდინარეობს, როგორ არბევენ იქ ჩვენ ვაჩვენებთ ამ სტატისტიკ კადრებს და კიდევ ერთხელ ვილაპარაკებთ სანამ ფილმი გავა და მერე შეიძლება ერთმანეთში ვილაპარაკოთ ორმაგ სტანდარტებზე, რომელიც ახასიათებს ევროპას ჩვენს მიმართ. ხო, მოდით თქვენთან დავიწყოთ. მოგესალმებით. ეს საუბარი, ხო, ამას წინათ ჩვენ ვიხილეთ ძალიან საინტერესო წერილი პრემიერის ურსულასთან. და შემდეგ აქცენტიც იყო დანიაზე გაკეთებული, მაგრამ დანია რა საფრანგეთში როგორ არბევენ სხვაგან. ჩვენ ხო ვიცით ეს. მიაღწია მიზანს თუ ეს მაინც შიდა მოხმარებისთვის იყო ეს წერილი მაინც. სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენ არასოს არ დავინტერესდებოდით დანიაში მიმდინარე რაღაცა კონკრეტული აქციის დაშლის და ამ დაშლის ფორმებით, რომ არა დანიის ხელისუფლების ისტერია და გავეშებული აგრესიული დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მიმართ ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. ჩვენ გვინახავს არაერთი განცხადება დანიის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, მათ შორის დანიის საელჩო ძალიან აქტიურობდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. ეს მორალური პედესტალიდან მდგომები გვიკითხავდნენ ლექციებს ადამიანის უფლებებზე, ევროპულ ღირებულებებზე და ასე ვთქვათ, სათნოებებზე. მაშინ, როდესაც ჩვენ, აი რამდენიმე დღის წინ დანიაში, ევროპის შუაგულში ვიხილეთ ისეთი შემზარავი და ამაზრზენი ფაქტი, რასაც ქვია ადამიანების მიმართ აბსოლუტურად უპრეცედენტოდ არაევროპული, არადემოკრატიული, ყოველგვარ ზღვარს გადასული დამოკიდებულება ნახეთ ძაღლების გამოყენებით არაერთი ასე ვთქვათ საპოლიციო ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან არაერთი ძალის გადამეტების ფაქტები და მაშინ, როდესაც ჩვენ საქართველოს ხელისუფლება და მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზებული, გარედან დაფინანსებული ჯგუფების მხრიდან აწყდებოდა მუდმივად წარმოუდგენელ აგრესიას, წარმოუდგენელ თავდასხმებს. ჩვენ ვნახეთ არაერთი შეტევა საქართველოს პარლამენტზე, ცეცხლის გახსნა, მათ შორის პრეზიდენტის სასახლეზე, გადამწვარი სკვერები, დაზიანებული სხვისი უძრავი თუ ქონება, კერძო საკუთრება. 150-ზე მეტი პოლიციელი მძიმედ დაშავდა პარლამენტის წინ მიმდინარე ამ ცნობილი პროცესების დროს. ერთი განცხადებაც კი ვერ ვნახეთ ჩვენ, არა მხოლოდ დანიის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, არამედ არც ერთი ევროპელი პოლიტიკოსის მხრიდან ჩვენ არ გვინახავს არც ერთი განცხადება, რომ ეს ქმედებები დაეგმო. აი თქვენ, მე მინდა ვკითხოთ თქვენს და მათ შორის ვკითხოთ საზოგადოებას. თუ ნახეთ ამ დღეების განმავლობაში რომელიმე ევროპელი პოლიტიკოსის განცხადება, შემაშფოთებელი განცხადება, შეშფოთების დადასტურების განცხადება დანიის ხელისუფლებასთან მიმართებით. სად არის ევროსაბჭო? სად არის ევროკავშირი? სად არის მარტაკოსი და იუკნევიჩიანი და სახელი მათი ლეგიონია. მე გიპასუხებთ. დაიბარეს ელჩი? ვისი ელჩი? დანიის. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ არ გვინახავს. ჩვენ უნდა მოვთხოვოთ პასუხი დანიის ელჩს. მიხდით დაწგემოთ. კიდევ ერთხელ ახლა ეხლა დანიის ელჩი დავიბაროთ, მოდით აქ. შალვა, ნახეთ, ესე იგი, დანიაში მიმდინარე პროცესები, ეს იქნება აქციის დაშლა თუ არ დაშლა, ეს არის დანიის საქმე, ეს არის დანიის შიდა საქმე, მაგრამ როდესაც ჩვენ ვხედავთ ისტერიკას, როდესაც ჩვენ ვხედავთ აგრესიულ დამოკიდებულებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ვხედავთ კრიტიკას და ვხედავთ განცხადებებს, რეზოლუციებს, პოლიტიკურ შეფასებებს და ამ შეფასებებიდან გამომდინარე კონკრეტულ ქმედებებს და მათ შორის ჩვენ ვიცით, რომ დანიის სახელმწიფო აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, მათ შორის ევროკავშირის დონეზე, სხვადასხვა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში, იგივე რეზოლუციების მიღებაში და ასე შემდეგ. როდესაც ჩვენ ვხედავთ მსგავს ქმედებებს, მაშინ მათ კეთილი უნდა ინებონ და მიიღონ ის კრიტიკა და ის ჩვენი დამოკიდებულება და შეფასება, მათ შორის პოლიტიკური შეფასება
მათი ხელისუფლების ქმედებების მიმართ. ამიტომ ჩვენ ახლა დანის ელჩს დავიბარებთ თუ არ დავიბარებთ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის დანის შიდა საკითხი, მაგრამ როდესაც ჩვენ ჭკუას გვასწავლიან, ასევე უნდა მოისმინოთ ჩვენი პოლიტიკური დამოკიდებულება. დავიბაროთ, ადამიანო. სხვა არ ჩაგვიდა პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ ერთს მაინც დაუცაცხანოთ რა. ჩვენ როდესაც ვამბობთ, ნახეშალო, რა მინდა გითხრათ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა, ჩვენ ყველას ვეუბნებით, რომ საქართველოს მზად არის მეგობრობისთვის, საქართველოს მზად არის პარტნიორობისთვის, მაგრამ არ დაუშვებს საქართველოს ხელისუფლება გარე ძალების ჩარევას შიდა პოლიტიკურ პროცესებში. ეს ნიშნავს იმას, რომ დაუშვებელია ჩვენ მათ შორის მოვიქცეთ ისე, თუნდაც როგორც ისინი იქცევიან და როდესაც ჩვენ არ მოგწონს მათი საქციელი, ჩვენ ისე არ უნდა მოვიქცეთ. ხომ ესეა? ეს ერთი. ეხლა მეორე. ძალიან მნიშვნელოვანი რამ. აქ არ არის მხოლოდ და მხოლოდ დანიაზე საუბარი და მხოლოდ და მხოლოდ ამ ერთ ფაქტზე. ის ზოგადი ტენდენციები, რაც მიმდინარეობს დღეს ევროპაში. ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი. და ჩვენ, როდესაც მათ შორის ბატონმა ირაკლიმ თავის ღია წერილში დასვა სრულიად ლეგიტიმური კითხვა, თუ სად მიდის ევროკავშირი, თუ რა გეზი აქვს ევროკავშირს, ეს არის სრულიად ლეგიტიმური კითხვა. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ჩვენი გაცხადებული საგარეო პოლიტიკური კურსი არის ევროკავშირი და ჩვენ ვხედავთ საკუთარ თავს ევროკავშირში, მაშინ ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური უფლება ვიცოდეთ რა საკეთებს ევროკავშირი დღეს, რა საკეთებს მისი ლიდერშიპი და ის პოლიტიკური ინტებლიშმენტი, რომელიც დღეს რეალურად მართავს ევროკავშირს და იღებს რეალურ გადაწყვეტილებებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ როდესაც ვფიქრობთ და ვსაუბრობთ ამ საკითხზე, ერთი რამ უნდა ითქვას, რომ ევროკავშირი ის რაც არის დღეს და ის რაც იყო თუნდაც 10 წლეულების წინ, მაშინ როდესაც ჩვენმა საზოგადოებამ გააკეთა დეკლარირებული განაცხადი, რომ ჩვენ გვინდოდა ევროკავშირისკენ სვლა, მაშინ როდესაც სურაბჟანიამ 1998 წელს ევროსაბჭოში წარმოთქვა ისტორიული სიტყვები და როდესაც ჩვენ მაშინ დავინახეთ ჩვენი ისტორიული შანსი, რომ ჩვენ გვინდოდა აქეთკენ სვლა, ის ევროკავშირი დღევანდელ ევროკავშირთან არის როგორც სადა დედამიწა. აბსოლუტურად სხვა მოცემულობის წინაშეა დღეს ევროკავშირი და ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით ევროკავშირი არის სრულ სტაგნაციაში. ეს იქნება ეკონომიკური მიმართულება, ეს იქნება პოლიტიკური მიმართულება, მაგრამ ყველაზე მთავარი და ყველაზე საშიში, ეს არის ღირებულებითი კრიზისი, ეს არის მორალური კრიზისი, რომლის წინაშეც დღეს ევროკავშირი დგას. რეალურად რა არის ევროკავშირი? ევროკავშირი ეს არის და იყო ყოველთვის ჩვენ აღქმაში ადამიანის უფლებები, ადამიანის თავისუფლებები, თანასწორობა, ადამიანის ღირსების და პატივის დაცვა, თავისუფალი სასამართლო, ღია საბაზრო ეკონომიკა, ეკონომიკური განვითარება, უსაფრთხოება, სად გაქრა ეს პრინციპები, სად გაქრა ეს ღირებულებები და ჩვენ თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველო მთელი რიგი მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკური განვითარებით, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით, საქართველო არის გაცილებით უფრო წარმატებული ქვეყანა, რა თქმა უნდა მასშტაბებს არ გულისხმობ, მაგრამ პრინციპების დონეზე საქართველო არის გაცილებით უფრო წარმატებული ქვეყანა დღეს ვიდრე ევროკავშირი. მათ შორის იმ გამოწვევებთან მიმართებით, რა გამოწვევების დღეს არსებობს და არავინ არ თქვას, რომ ევროკავშირს უფრო სერიოზული გამოწვევები აქვს, ვიდრე საქართველოს. საქართველო არის ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე და განსაკუთრებით ეს ბოლო წლები ჩვენმა ქვეყანამ გაიარა არაერთი ძალიან სერიოზული турბულენტური ზონა, მაგრამ ჩვენ თანმიმდევრული, გონიერი, პრაგმატული პოლიტიკით მივახციეთ იმას, რომ ჩვენ ქვეყანაში არის მშვიდობა, ჩვენ ქვეყანაში არის ეკონომიკური განვითარება და ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რის მიხედვით უნდა გააკეთოს ანალიზი საზოგადოებაში. დღევანდელი ევროკავშირი, როგორც სადაც დამიწა განსხვავდება იმ ევროკავშირისკენ, რომელშიც მიდიოდა, ჩვენ ევროკავშირისკენ, ამ ევროკავშირისკენ არ უნდა ვიაროთ, ხო? ხო ესეა? ამ ევროკავშირისკენ. თუ არ ვარგა, არ უნდა ვიაროთ. ნახეთ, ჩვენ გვინდა ევროკავშირი, სადაც გასაგები არ არის. ჩვენ გვინდა როგორ არის, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. წავიდა, აღარ არის. დღევანდელია, გუშინდელი აღარ არის. გასაგებია. ანუ არ გვინდა ჩვენ ვერ აუქცევთ სურგს და გვერდს იმას, რომ ჩვენი ეროვნული პოლიტიკა ეს არის ევროკავშირისკენ სვლა. ეს არის კონსტიტუციის რანგში აყვანილი ამოცანა. რა თქმა უნდა, ჩვენ არ თუ საქართველოს პარლამენტი და ქართველი ხალხი ამას მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს მომავლის საქმეა, მაგრამ დღეს მდგომარეობა გვინდა ეს ჩვენ. ერთი წამით. ნახეთ რის თქმა მინდა, რომ დღევანდელი ჩვენი პოლიტიკური ამოცანა, რომელიც კონსტიტუციის რანგში არის აყვანილი, ეს არის ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანება. კიდევ ერთხელ ვამბობ, მაგრამ რაც შეეხება ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა. მაგრამ რაც შეეხება
დღევანდელ მდგომარეობას საქართველოსთან მიმართებით ერთი რამ უნდა ითქვას, რომ საქართველო საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით არის ძალიან კარგ მდგომარეობაში. და რა მაქვს ხედველობაში, რომ ჩვენ ის მოცემულობა, მათ შორის ის გამოწვევები, რომელიც არსებობდა ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენ ვაქციეთ შესაძლებლობად, რომ ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან, ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური ურთიერთობა არაბულ სამყაროსთან, მათ შორის ეკონომიკური ურთიერთობები აქტიური რუსეთთან და მათ შორის ჩვენ ევროკავშირთანაც ასევე პრინციპების დონეზე, მათ შორის უვიზო მიმოსვლა, ასოცირების შეთანხმება და შემდეგ ჩვენ პრაქტიკულად მესამე მოწინავე არ არის. მოწინავე არ არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ევროკავშირთან. ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ეს ესეა. არა, ურთიერთობა რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ იმ ევროკავშირთან, რომელიც დღეს არის და გუშინ არ იყო, მაგრამ დღეს სხვა არის. ცუდია დღეს. ხო? იმას იქ შესვლა გვინდა იქითკენ მივდივარ თუ არა? ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ევროკავშირი უნდა შეიცვალოს. რა თქმა უნდა. და ამის იმედი უნდა ვიქონიოთ. ვინაიდან აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ დღეს ევროკავშირის პოლიტიკას ქმნის ევროკავშირის მმართველები. ის ადამიანები, რომელთაც რეალურად არ აქვთ ის უნარი და არ აქვთ ის პასუხისმგებლობა, რომ ევროკავშირი იმ პოლიტიკურ ჩიხში, რა ჩიხშიც შეიყვანეს, იქიდან გამოიყვანოს. ამიტომ საზოგადოებაში რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა და ჩვენ ამას მოთმინებით დაველოდებით. მე რამდენი ვარ ტრიქში უბრალოდ დალოდებში და რამდენი არის აბსურდია ხო ხდებით? არაფერი არ შეიძლება. ის ღირებულებითი კრიზისი, რაც მათ აქვთ, არის განპირობებული ძალიან კანონზომიერი ისტორიული სვლებით. არა, ქრისტიანობის ნიველირება აბსოლუტური, რასაც ფილოსოფიაში ხედავთ, მაგრამ განსაკუთრებით იქ აკვაში, ხო? საერთოდ რა ხდება? ეგ რასაც ღირებულებებზე ლაპარაკობ. არა, ნაწილობრივ ნეოლიბერალური ნაგავით, რომელიც გადაისვა ყველა ქვეყანა თითქმის და სადაც არ გადაისვა, იქაც როგორ აწვევიან, წარმოიდგინეთ, რა მოთხოვეს მადიარს პირველი. მე გეტყვით. პოლონეთში რა ხდება? LGBT თემთან დაკავშირებით. პოლონეთში კაცო. ნუ მე გეტყვით ამასთან დაკავშირებით. აქ მთავარი არის საზოგადოებრივი განწყობები. არა, აი პოლიტიკა პირველ რიგში ეს არის საზოგადოებრივი განწყობები. ჩვენ ვხედავთ, რომ მათ შორის არა მარტო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, არამედ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში საკმაოდ ძლიერდება კონსერვატული განწყობები და საზოგადოება, ევროპული საზოგადოება ნელ-ნელა, თუმცა საკმაოდ ასე ვთქვათ, იმედის მომცემად რეაგირებს იმ საშინელ ჩიხზე, რა ჩიხშიც დღეს არის ევროკავშირი. მათ შორის მორალურ ჩიხზე, მათ შორის იმ პრობლემებზე, რაზეც თქვენ ამბობთ, რომ ესეთი დაძალება ამ LGBTQ პროპაგანდისა, რომელიც პრაქტიკულად უმაღლეს პოლიტიკურ რანგში არის აყვანილი ამ ყველაფრის პროპაგანდა, ამის წინააღმდეგ დაპირისპირება საზოგადოებაში არის მზარდი. არა მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, არამედ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ჩვენ გვინდა იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ტენდენცია ესე გაგრძელდება. თუ ეს ესე არ გაგრძელდება, თქვენ გაინტერესებთ მეორე ვერსია. თუ ეს ესე არ გაგრძელდება, მაშინ ეს პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად ევროპის კონტინენტს გარდაქმნის და გაანადგურებს. უბრალოდ მომავალი არ ექნება. თუ ამ იდეამ და ამ იდეოლოგიამ გაიმარჯვა ევროპაში, მაშინ ევროკავშირის მომავალი არ აქვს და ევროპელ ხალხებსაც მომავალი არ აქვს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავად ევროპამ ეს კრიზისი დაძლიოს. და ჩვენ ახლა თუ ისტორიულ ექსკურსში გადავალთ, ყოფილა კრიზისები ევროპაში, რომელიც დაუძლევია, რომელიც გადაულახავს ევროპელ ხალხს და რა თქმა უნდა ჩვენ იმის იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს თვითგამორკვევები, იდეოლოგიური თვითგამორკვევები ევროპაში გაიმარჯვებს. უფრო უკეთესი გახდება. ჩვენი მიზანია ფაშიზმის და რუსების დახმარებით, საბჭოთა კავშირის დახმარებით შეიცვალა. გასაგებია. ევროპა იყო შეიცვალა. ომი იყო. ან შეიცვალა, ან არ შეიცვალა. ეხლა მაშინ მეორენაირად შემოგიტრიალებთ ახლა მართლაც მსჯელობას, რომ დღეს ფაშიზმის ნიშნებს ვერ ხედავთ ჩვენ ევროკავშირში, რა თქმა უნდა, იქაც იკვეთება ევროპა. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის იდეოლოგიური ბრძოლის ქარტეხილები, სადაც ევროპას როგორც საკმაოდ გამოცდილ ისტორიულ და თუნდაც პოლიტიკური საკმაოდ გამოცდილ კონტინენტს აქვს საკმარისი გამოცდილება იმისა, რომ ესეთ განსაცდელებს გაუძლოს და ესეთი განსაცდელები გადაიაროს. ამიტომ ჩვენ გვინდა არ გვინდა, ხო, ეს იყო ჩვენი საუკუნეების არჩევანი, ევროპა. ნახეთ, მე რას უსწავლს ევროპა და ევროპული ღირებულებები. ჩვენი ისტორიული და ჩვენი ეროვნული, ასე ვთქვათ, ორიენტირი მაინც არის და რჩება ევროპა. ჩემი აზრით არ არის. მესმის, მე პატივსევ თქვენს აზრს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ფაქტობრივი მოსემულობა. ის ევროპა არის, ის ელინურ კულტურაზე წარმოშობილი ევროპა არის, ელინურ ახლო აღმოსავლეთურ ქრისტიანობა რა არის, რომის იმპერია პირველი
რომის პაპი ან წინამძღვარი ეკლესიის არ იყო გაყოფილი, მაშინ იყო რა თქმა უნდა ებრაელი ეთნიკურად, მაგრამ რომში სუფევდა ისა. კი, გეთახმები, ეს ყველაფერი ასია, მაგრამ დღეს ასაც უყურებთ, როგორ შეიძლება ჩვენ მივიდოდეთ იქით, სადაც ისინი არიან. ხო, ეს წარმოუდგენელია, ანუ მე მესმის რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ, როცა ისინი ჩამოიქცევიან, ევროკავშირი დაიშლება და მე მით უმეტეს ევროკავშირი აღარ იქნება. მე გიჩვენებთ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ რა თქმა უნდა ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალყური იმ პროცესებს, რაც მიდის ევროპაში, ეს არის ძალიან საყურადღებო პროცესი და არავინ არ იფიქროს, რომ ხა ევროპა დაიქცევა, ხვალ ევროკავშირი არ იქნება და ჩვენთვის არაფერი არ შეიცვლება, ეს ესე არ არის. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი გლობალური პროცესი, რომელსაც ექნება ეფექტი, როგორც ასე ვთქვათ, უარყოფითი ეფექტები, ასევე შეიძლება ვიღაცისთვის პოზიტიური ეფექტები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის ძალიან საყურადღებო პროცესი და ჩვენ ამ პროცესს უნდა მივადევნოთ თვალი. ჩვენ ვართ ქართველები, ჩვენ ვართ 3500-ლოვანი უწყვეტი სახელმწიფოებრიობის მქონე ერი და ამიტომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი გამოცდილება, მათ შორის ისტორიული გამოცდილებები, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ ჩვენი საგარეო თუ საშინაო პოლიტიკური პოზიციონირება ყოველ კონკრეტულ დროებაში, ყოველ კონკრეტულ გარემოებებში, რა თქმა უნდა. და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ ერს და ჩვენს ქვეყანას რაც ჭირდება, ყოველთვის იქიდან უნდა გამოვიდეთ. ეს იქნება ევროკავშირი, ძლიერი, წარმატებული, სადაც არ იქნებიან კაია კალასები, მარტა კოსები და ასე შემდეგ, აღარ ჩამოთვლი და იქნება უფრო გაცილებით პროგრესული ლიდერების ხელში, რომელიც მნიშვნელოვნად გადააფასებს იმ საშინელ მავნე იდეოლოგიას, რომელიც დღეს პრაქტიკულად სუფევს ევროკავშირში, მოხდება ესე, რა თქმა უნდა, საქართველოსა და ევროკავშირის შორის ურთიერთობებიც იქნება თვისობრივად გადაფასებული. თუ არა და თუ ესე არ მოხდა, თუ წავიდა რეგრესისკენ და თუ წავიდა ყველაფერი უარესობისკენ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ყველაფერს მივადევნებთ თვალყურს და პირველ რიგში საზოგადოება, ჩვენი ხალხი ძალიან ბრძენია, ჩვენი ხალხი ძალიან გონიერია და მან ძალიან კარგად იცის, ძალიან კარგ ანალიზს აკეთებს საზოგადოება, მე მინდა გითხრათ. და განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში რაც მოხდა და არაერთი საყურადღებო ფაქტი მოხდა, რომელსაც კარგი დასკვნის საშუალება მისცა ჩვენ საზოგადოებას, მე მერწმუნეთ, რომ საზოგადოება კარგად აკეთებს შეფასებებს და ჩვენ მათ შორის ჩვენი ძლიერი მხარე რაც არის, ეს არის სიმართლე, რომ ჩვენ ყოველთვის ვახერხებდით, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბევრისთვის თავიდან არ იყო მისაღები, ყოველთვის ვახერხებდით სიმართლის თმას საზოგადოებისთვის და რა თქმა უნდა, რაც მოხდება, იმის თაობაზეც რა თქმა უნდა სიმართლეს ვიტყვით. იმის თაობაზეც ჩვენ გულახდილი ვიქნებით ჩვენი საზოგადოების წინაშე. რა იქნება, როგორ იქნება, ჩვენ ახლა ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სოფლიოში ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია. მიმდინარეობს ესეთი ძალიან საყურადღებო პროცესები, სამხედრო მოქმედებები, მიმდინარეობს სოფლიოში ძალთა ბალანსის ცვლილება, მიმდინარეობს მრავალპოლარული სამყაროს ჩამოყალიბება, ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბება მიმდინარეობს. ამიტომ ჩვენ მარტო ევროკავშირში მიმდინარე პროცესებს კი არ უნდა უყუროთ, ჩვენ ყველგან უნდა ვიხედოთ, ჩვენ ყველას უნდა დავაკვირდეთ, ყველა მიმართულებით უნდა ვიყოთ ყურადღებით, იმიტომ რომ ჩვენ ვართ მცირე სახელმწიფო ზომით, ისე კულტურით, ისტორიით, დიდებული ერი ვართ, დიდებული ქვეყანა ვართ, მაგრამ ჩვენი შესაძლებლობები, რა თქმა უნდა, მცირეა. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ყურადღებით და ჩვენი პოლიტიკის მთავარი და ჩვენი ასე ვთქვათ, მთავარი უპირატესობა ეს არის მოქნილი პოლიტიკა, ეს არის გონიერი პოლიტიკა, პრაგმატული, რაციონალური პოლიტიკა, რომელიც აი თუნდაც ბოლო წლების მაგალითზე შეიძლება თამამად ითქვას, თუ რაოდენ წაადგა ქვეყანას წინ. თუნდაც ევროკავშირთან მიმართებით, თუნდაც იმ სამხედრო კონფლიქტებთან მიმართებით, რომელიც ჩვენს ირგვლივ დატრიალდა არაერთი და ძალიან სერიოზული და საგანგაშო წინსწრებით გადადგმულმა მნიშვნელოვანმა პოლიტიკურმა ნაბიჯებმა რამდენად ასე ვთქვათ, მოახდინა პრევენცია იმ საფრთხეებისა, რა საფრთხების წინაშე ჩვენ შეიძლება აღმოჩენილიყავით, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავაკვირდეთ პროცესებს, გავაკეთოთ სწორი ანალიზი და დავგეგმოთ და გადავდგათ ისეთი პოლიტიკური ნაბიჯები, რომელიც ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს. მეც ახლა მე აღარ გავაგრძელებ, იმიტომ რომ ვესაუბრები ხელისუფლების წარმომადგენლებს და მას თქვენ შეზღუდული ხართ გარკვეულწილად, იმიტომ რომ ხელისუფლება ხართ გამოხატვისგან, იმიტომ რომ მეტ პასუხისმგებლობა გაქვს ვიდრე ოპოზიციას. აგერ ბატონი სოზარი აქ არის ოპოზიციის წარმომადგენელი და მას უფრო მძაფრად შეუტევა, ასე ვთქვათ. დღეს არ გვიგდები ბატონი, იმიტომ რომ მე მაგალითად მიმაჩნია, რომ წყალწაღებულების ადგილია, შავი ჭირის ადგილია. იქიდან არაფერი არ გამოვა. დაიშლება და ფერფლისგან ფენიქსივით აღდგება, როგორც ადრე აღდგარა. ანუ ძველი წესრიგი რაც იყო, ევროპაში სულ ესე არის. ასლოვანი ომის შედეგია, მერე რელიგიური ომები იყო, ხო ხტებით არა? პირველი, მეორე მსოფლიო ომი და ესე ინგრეოდა და მერე ახალი წესრიგი მოდიოდა. ვერ ვიტყვი რომ წინაზე
უკეთესი, მაგრამ ჩვენ ასეა თუ ისე ერთი რამ უნდა ვთქვათ, რომ მიუხედავად იმ ბევრი ნაკლოვანებებისა, მიუხედავად იმ ბევრი საფრთხეებისა თუ გამოწვევებისა, რომელიც დღეს ევროკავშირის წინაშე დგას, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ევროკავშირი არის ალბათ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ მოახერხეს სახელმწიფოებმა 10 წლეულების განმავლობაში თანაცხოვრება ისე, რომ არ ყოფილა კონფლიქტი, სამხედრო კონფლიქტი, არ ყოფილა იუგოსლავია დაიჭრა მესმის, მაგრამ იმ მასშტაბებთან შედარებით ეხლა ჩვენ თუ ისტორიულ კი, მაგრამ დაანდაჭრეს ქვეყანა. მესმის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს იყო მინიმალიზებული და ეს იყო პრაქტიკულად ნულოვანი და ჩვენ აქედან უნდა გამოვიდეთ, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესი რა არის? ჩვენი ეროვნული ინტერესი არის მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება, უსაფრთხოება და ასევე, რა თქმა უნდა, ევროპული ღირებულებები, ევროპული პრინციპები. ჩვენი კულტურა, ჩვენი ისტორიული დამოკიდებულება ევროპის მიმართ ყოველთვის იყო ახლობლური, ასე ვთქვათ, და ახლობელი იყო ყოველთვის ჩვენთვის ევროპა. ამიტომ ჩვენ ვერ ამოვწურავთ. ვერ ამოვწურავთ, კი ბატონო. პასუხზე პასუხი ძალიან საინტერესო თემაა, რომ დისკუსია შეიძლება ძალიან დიდი. სულხან საბა ორბელიანის ელჩობაზეც გვაქვს ლექსი მუხრან მაჭავარიას საკითხული, ეს მართლაც ესე იყო. არ არის ამბივალენტური დამოკიდებულება, ეს არ არის მე მგონი როგორც თქვენ ვთქვათ. ამ ყველაფერს აქ როგორც ნათელი, ისე ძალიან ბნელი მხარეები. სწორად მოიხსნენ პირველი მსოფლიო ომის მერე, რომ გაიხსნენ და წავიდნენ და შეგვატოვეს. ვისაც შეგვატოვეს იცით თქვენ, რუსებს. კი ბატონო, ნუ პირველი მსოფლიო ომი ძალიან დიდი თემაა. არა, ხო წავიდნენ, დაგვანებეს თავი, ხო ჩვენ. კი ბატონო. ძალიან ცუდი ხალხის წინაშე დაგტოვეს. ესეც არ იყო კარგი ევროპის დამოკიდებულება, მაშინ ესეთ იყო რომ მე წავედი და თქვენი იყოს ეს ხარეო. ჩვენ უნდა გამოვიდეთ დღევანდელი მოცემულობით. ხო და მაგას ვამბობ, ისტორიაზე გადახვედით. ისტორიული მაგალითები რა თქმა უნდა ჩვენ შეგვიძლია ბევრი მოვიყვანოთ. რა თქმა უნდა, ევროპაში ბევრი მომხდარა, ბევრი ცუდი მომხდარა. არსებობს ძალიან ბევრი ცუდი გამოცდილებები, მაგრამ საბოლოო ჯამში ევროკავშირი ჩამოყალიბდა ისეთ პოლიტიკურ ორგანიზაციად, სადაც 10 წლეულების განმავლობაში სახელმწიფოებმა მიაღწიეს ეკონომიკურ განვითარებას, უსაფრთხოებას, სუვერენიტეტის დაკარგვის ხარჯზე. ეს კიდე ცალკე განხილვის თემაა. რა თქმა უნდა, სუვერენიტეტი გაუყიდეს თქვენ ადგილად გემებიო და მისცეს პადაჩკები. რა თქმა უნდა, იქ არის საუბარი, ასე ვთქვათ, საერთო საბაზრო პრინციპებზე, საერთო ვაჭრობის წესებზე, საერთო საბაჟო წესებზე, ასევე სხვადასხვა საერთო პრინციპებზე, მაგრამ რა თქმა უნდა, სუვერენიტეტის ნაწილობრივი დათმობის საკითხი, ეს იყო ყოველთვის პოლიტიკური გამოწვევა, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმაც ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დატოვა და ბრექსიტის პროცესი რატომაც წამოიწყო, რა თქმა უნდა, ეს ასე იყო. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ ამ ფაქტის წინაშე. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენი გაცხადებული საგარეო პოლიტიკა ეს არის ევროკავშირი, მაგრამ ჩვენ უნდა დავაკვირდეთ პროცესებს, ჩვენ უნდა ყურადღებით ვადევნოთ თვალყური იმას, თუ როგორ განვითარდება თავად ევროკავშირის მომავალი და აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები. ჯერ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ არ არის ევროკავშირი ჩვენთვის პანაცეა და მე გეუბნები ძალიან ბევრი ადამიანის ნაფიქრავს ახლა. ძალიან ბევრი ადამიანის სურვილსაც. იმიტომ რომ ეხლა ჩამოყალიბდა რაღაც ვერაგ ორგანიზაციად, რომელიც ჯერჯერობით მე უფრო რატო უნდა ვლაპარაკოთ? დაგვა სანქციეს. დღევანდელ ევროკავშირზე არ არის აქ საუბარი. აბა ზოგადად აქ არის საუბარი, რა თქმა უნდა. აქ არის საუბარი. კონკრეტიკაზე უნდა დავიდეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, შალვა. ნახეთ, უფრო მეტ კონკრეტიკაზე დავალთ მაშინ. აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა. ხო. ევროკავშირის წინაშე მათ შორის, რომ დღეს ევროკავშირი აწარმოებს ომის პოლიტიკას. მათ შორის ჩვენთან მიმართება. არა მარტო მაგას. კი ბატონო. ამიტომ ყველაფერი დამოკიდებული არის იმაზე, თუ როგორ დამთავრდება რუსეთ-უკრაინის ომი. ეს ბევრ რამეს გადაწყვეტს. ეს გადაწყვეტს მათ შორის ევროკავშირის პოლიტიკურ მომავალსაც. ეს გადაწყვეტს ასევე ევროკავშირის ძირითადი პოლიტიკური პრინციპების ჩამოყალიბებასაც მათ შორის მომავალში, თუ როგორი იქნება მისი პოლიტიკა. და მათ შორის ასევე ევროკავშირის მართველი ელიტის ბედსაც დიწილად. ეს ჩემი პირადი მოსაზრება, მაგრამ ეს ასე იქნება უდაოდ. ამიტომ პოლიტიკა საერთოდ ცვალებადი პროცესია და ის რომ დღეს ჩვენ რაღაც არ მოგწონს და ჩვენ სულ არ მოგვეწონება, ესე მუდმივად, ესეც არასწორია. როცა მოგვეწონება, მაშინ რომ დავიწყოთ. ამიტომ 2028 წელს, 2030 წელს შეიძლება ის პოლიტიკური გარემოებები, რაზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ და რაც ჩვენ არ მოგწონს, შეიძლება საერთოდ აღარ იყოს. ამიტომ მე პირადად ვფიქრობ, რომ emocიური დამოკიდებულება ამის მიმართ სულად მესმის, მაგრამ მე პირადად ვფიქრობ, რომ ჩვენ დროის
ესე ვთქვათ, გრძელვადიანი გრძელვადიანი დროის პერსპექტივაში შევხედავ. ჩვენ მნიშვნელოვანწილად გვმართებს ყურადღება დაკვირვება პროცესებისადმი და შემდგომში უნდა მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ ისეთი გადაწყვეტილება, როგორც ჩვენ ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება. ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი კამათი არის ძალიან კარგია. თქვენი არგუმენტი ეს ჩემთვის გასაგებია. ვიკამათოთ, საინტერესო კამათია. კი ბატონო. ამ ოპოზიციასთან კამათს აზრი არ აქვს, მე სოზას არ გულისხმობ აი ამ იდიოტებს და კაკაცუკებს და ვირიშვილებს, იმიტომ რომ მაგათ აზრი არ აქვს, ვერ ელაპარაკები უბრალოდ რა. აქედან გამომდინარე ძალიან საინტერესოა დისკუსია ნორმალურ ხალხს. კი ბატონო. დიდი მადლობა. დიდი სიამოვნებით. გიორგი გაბუნია იყო ჩვენი გაცემის სტუმარი, სოზარ სუბარი მოვა სულ ცოტა ხანში. ჩვენ მეგობარი სოზარ სუბარი არის ჩვენი გაცემის სტუმარი. გილოცავთ ნიკოლოზობას, დღეს ჩვენიერი დღე არის. ამაღლება იყო სულ ცოტა ხნის წინ გუშინ. სოზარ, ჩვენ დიდი მოსალმების უფლება დამართა მეც გილოცავთ ნიკოლოზობას და რა ვიცი შეგვიწევს ეს დიდი წმინდანის კონცერტს და ჩვენ ძალიან დიდი ბედნიერება გვეწია ჩვენი უწმინდესის გარდაცვალების შემდეგ, როცა იყო გარკვეული შიში რო ეკლესიაში რაღაცა აირეოდა, ღმერთმა არინება და ყავს ახალი პატრიარქი, ახალი უწმინდესი უნეტარესი შიო მესამე. ტიპები, რომლებიც ჩვენ გვებრძვიან, იძახდნენ რომ ჩვენო პატრიოტული თუ რელიგიური ასპარეზი არ უნდა დაუთმოთო მათო. და ამავე დროს მთელი კამპანია ჩაატარეს შიოს წინააღმდეგ. და ვიღაც უღირსი ადამიანები გამოჰყავდათ და ეშმაკმა დაუბრუნა ლატვინი თუ რა შეასაქმეს. რიტორიკული შეკითხვა ამ თემაზე მინდა რომ ილაპარაკო. აი ნუ სიგიჟე იყო. ეს არ იყო ზოგადად მხოლოდ პატრიარქობის კანდიდატის ეკლესიის ბრძოლა, ეს იყო ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა. ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობა სხვანაირად ვერ იქნებიან და თვითონ ის წამოსწენა რომ ეკლესია ეს მოედანი არ უნდა დაუთმოთ, მართლა ესე უყურებენ რაღაც როგორც საარჩევნო თემას, მაგრამ იქაც იმდენად შორს არიან და იმდენად მიუღებელია მათთვის შინაგანად, რომ უბრალოდ შეუძლებელია ისინი ოდესმე ეკლესიასთან რაიმე საერთო და იგივეობა ჰქონდეთ. ხო და ნუ მეთი მაგათ თავიანთ ადგილს მიუჩეს, რა თქმა უნდა. მაგრამ გავლენაც არ აქვს საზოგადოებრივ აზრზე. მე მგონი რაც ჰქონდათ ის ციეც აღარ აქვს, შენ რას ფიქრობ? აღარ აქვს, იმიტომ რომ ჯერ ერთი ბოლომამ მართლა ბოლომდე დაუბნელა თვალები და ზიზღმა და ეს ყველა მათ ქმედებაში, მათ მიმიკაშიც კი ჩანს ეს ერთი. და მეორეც ის რომ თვითონ იმდენად დაიქსაქსნენ, იმდენად დაიყვნენ, რომ ის რაც რაღაცა ერთობა ჰქონდათ, ის ერთობაც აღარ არის. იმ ერთობაში მაინც იყო რაღაცა ძალა, რაღაცა მუხტი. და რამდენჯერაც გარედან მისცემენ დავალებას, რომ ახლა უნდა გაერთიანდეთ, იმიტომ რომ გაერთიანება არის ერთადერთი გზა რაღაც შედეგის მიღწევის. ვითომ კი ასრულებენ, ცდილობენ შეასრულონ ეს დავალება, მაგრამ ვერ ერთიანდებიან, იმდენად ეზიზღებათ ერთმანეთი, იმდენად ყველას მიაჩნია, რომ თვითონ უნდა იყოს პირველი აი ამ დაშლილ რაღაც ვითომ ერთობაში და საბოლოოდ მაინც ეს დროებითი გაერთიანებაც თავდება როგორც ყოველთვის, თავდება დაშლილს. შემდეგ არჩევნებში როგორ აპირებთ მონაწილეობის მიღებას? რა ფორმით? ნახოთ. ვემზადებით ყოველ შემთხვევაში ვემზადებით ძალიან სერიოზულად, ეხლა პრაქტიკულად კვირა არ გავა რომ გასულები არ გქონდეს რეგიონებში, სადაც ხვდებით პირველ რიგში ჩვენს თანამებრძოლებს, ჩვენს მერე ხვდებით მოსახლეობას, ვაკეთებთ რომ ოფისები მოვამზადოთ ყველგან, ფრაქცია გვყავს პრაქტიკულად ყველა მაშინ მუნიციპალიტეტში, ყველა საკრებულოში და არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ სურვილი ასევე შემოგვიერთდნენ და თქვათ იყოს არა 3 კაცი, არამედ 5 და 6 კაციანი ფრაქციები შეიძლება იყოს ბევრგან, ზოგან პრაქტიკულად ჩავთვალოთ, რომ შეიძლება 6 კაციანი კი არა, უმრავლესობაზეც ჭიდილი გავმართოთ. თავარი განსხვავება ოცნებასა და თქვენ შორის რა არის? რა პოლიტიკური ფუნდამენტური საკითხებია? რაც გაძლევს იმედს, რომ აი აქ მოვიგებთ, ამაში მოვიგებთ. ასე თქვა იდეოლოგიურ სხვაობაზე ხა ძალიან ძნელი იქნება ლაპარაკი, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ დავიწყეთ, რომ ჩვენ ვართ უფრო კონსერვატიული ძალა, ოცნება იყო კომინტერნის თუ რაც ქვია, სოციალისტ ევროპული სოციალისტების წევრი იყო, თუმცა გამოვიდნენ და დღეს ისინი ზუსტად იგივე პლატფორმაზე დგანან, რასაც ჩვენ თავიდანვე განსხვავებთ, მაგრამ არის უამრავი თემა, სადაც ჩვენ ვართ უფრო მეტად მოსახლეობის მხარეს და მოსახლეობაზე ორიენტირებული, უფრო მეტად ავსახავთ მოსახლეობის ინტერესებს და ამას ემატება წმინდა ტაქტიკური ის არის, რომ
ჩვენ აი მაშინაც როცა ვიყავით ოცნებაში, ყველაზე მეტად ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც ყველაზე მეტად ვიბრძოდით ხოლმე, რომ თქვათ ის ჩვენი თანამებრძოლები დაგვეცვა, ჩვენი თანამებრძოლების ინტერესები დაგვეცვა, ისინი ყოფილიყვნენ წინა პლანზე და არა თქვათ ნაცები ყოფილი, რომლებიც ყველა მხრიდან მოზრებიან ხოლმე და საბოლოოდ იკავებენ გარკვეულ ადგილებს. ეს თქვათ ერთი განსხვავება და დღესაც ამ პოზიციაზე ვართ. მეორე რაღაცნაირად ის ადამიანები შევიკრიბეთ ხალხის ძალაში, რომლებიც მაშინაც როცა ოცნებაში ვიყავით, ყველაზე მეც ვიბრძოდით შიგნით, მაშინ ეს ნაკლებად გამოდიოდა გარეთ, მაგრამ ყველაზე მეც ვიბრძოდით შიგნით იმ ღირებულებებისთვის, რასაც დღეს უფრო ხმამაღლა გვიწევს ბრძოლა. აი რამდენიმე მაგალითს ვიტყვით, თუნდაც როდესაც იყო ლიბერალური ნარკოპოლიტიკის დამკვიდრების მცდელობა და ამას აკეთებდნენ ქართული ოცნების გუნდის წევრები, ბევრი უჭერდა მხარს, თქვათ, სწორედ ჩვენი დღევანდელი ლიდერები, წევრები იყვნენ, ვინც ამის წინააღმდეგ გაილაშქრეს. თითო ხუნდაძე იყო მათ შორის პირველი, რომელმაც თქვა, რომ ამის დაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ის მაშინ მახსოვს შეხვედრებზე რამდენად იბრძოდა ამის წინააღმდეგ მართლა ხმალამოღებული, წავიდა საპატრიარქოში, მის უწმინდესობას შეხვდა, რაღაცნაირად ეს ყველა ბრძოლის მეთოდი გამოიყენა და მაშინ მან მიაღწია და ბევრი დაუდგა ოცნებიდან გვერდით, მიაღწია იმას, რომ ის ლიბერალური ნარკოპოლიტიკა ვერ განხორციელდა სრულად და ნაწილობრივ რო განხორციელდა, ეგეც მძიმე იყო, ამის შედეგს დღეს ვიწუნებთ და მაგრამ გაცილებით კატასტროფული იყო მდგომარეობა ის რომ მომხდარიყო. იგივე პრაქტიკულად ჩვენი გუნდის წევრები იყვნენ ის პირველები, ვინც გაილაშქრეს მაჟორიტარების გაუქმების წინააღმდეგ და მინიმუმ ერთი ვადით მაშინ მოხდა გადავადება და ეს გადავადება ძალიან მნიშვნელოვანი იყო და პირადად მე მაშინაც მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია რომ უნდა დაბრუნდეს აუცილებლად და უნდა დაბრუნდეს არა იმ მახინჯი ფორმით რაც საგვესტიო სასამართლომ თქვა რომ თითო რაღაცა ხმების რაოდენობა უნდა იყოს ერთადერთი გადამწყვეტი ფაქტორი და არა თქვა ისტორიული კუთხეების საზღვრები. სწორედ კუთხეების მიხედვით უნდა იყოს, იმიტომ რომ ყაზბეგში შეიძლება იმდენი ადამიანი ცხოვრობს, იმდენი ამორჩეველი, ამდენი სამ კორპუსში გლდანში, მაგრამ ყაზბეგს მოხევებს აქვს უზარმაზარი ისტორიული როლი შესრულებული საქართველოს ჩრდილოეთის საზღვრის დაცვაში, ისევე როგორც სვანეთი, ისევე როგორც ნებისმიერ პატარა რეგიონი, პატარა თიანეთი მაგალითად და ასე შემდეგ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თავის წარმომადგენელი შეიძლება. ამისთვის ჩვენ ვიბრძოლებთ აუცილებლად. ამერიკაში შეგრე არ არის, რომ ამერიკაში ეგეთი დაყრდნილია დისტრიქტები. ამერიკაში სენატორები ასეა, თქვათ 50 მილიონიან და 4 მილიონიან შტატს ორი ადამიანი ყავს და კონგრესში ფლადესი არ არის, მაგრამ იქაც პირდაპირ იქ მაჟორიტარულია. მაჟორიტარულია და იქაც თქვათ პროპორცია პირდაპირ დაცული არა, ესეთ პროპორცია არა, როგორც სენატორების შემთხვევაში 2 ადამიანი ან 5 აუცილებლად, მაგრამ პროპორცია არ არის მიმული არც მოსახლეობაზე პირდაპირ. გარკვეულწილად იქაც ეს პარტია დაცულია და ეს უნდა დავაბრუნოთ აუცილებლად. და ასეთ საკითხები შეგვიძლია ძალიან ბევრი ჩამოთვალოთ. აი, ევროკავშირთან და ნატოსთან დამოკიდებულება არის განსხვავება. განსხვავება ამ წუთში შეიძლება დიდად არ იყოს. მოდი, აი ეს არის თემა, სადაც მე ვისმენდი თქვენს წინა სტუმართან დისკუსიას, სადაც თქვენ იყავით პრაქტიკულად მოპირდაპირე მხარე და მე მარტივად ვიტყვი რა, არ არის აუცილებელი მატარებლის წინ სირბილი, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდეს და არავინ არ აპირებს ჩვენს მიღებას ნატოში. ეს ფაქტია. და არც ევროკავშირში დიდი ალბათობით ევროკავშირის მომავალი როგორ იქნება, ესეც არ ვიცით. ამიტომ მოდი რა, არ არის აუცილებელი წინ მატარებლის წინ სირბილი, შევხედოთ ვითარებას და როგორც იქნება საჭიროება, იმის მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილებები. ეხლა ცოტა წეგან ბატონ გიორგის უსმენდი და ზოგადად ოცნების ლიდერები როცა ეს ამბობენ, რომ ევროკავშირი დღეს კატასტროფისკენ მიექანება, ეკონომიკური ის არ არის, ზრდა არ არის, გაჭირვება და ასე შემდეგ. ეხლა ცოტა რთულია ჩვენგან ამის ლაპარაკი, იმიტომ რომ თქვათ $10,000 არის ერთ სულზე საქართველოს კლიანი შიდა პროდუქტი და გერმანიაში არის 60,000. ყველაზე ღარიბ ქვეყანაში არის 18,000 ბულგარეთში. მაგრამ ის რო არის ზრდება. სტატისტიკა არ არის, გვეუბნება რომ ეკონომიკური პრობლემები აქვს. ის რო არის ზრდება, ეს არ ნიშნავს რომ ეხლა იქ ქვეყანა ჩამოიქცა და გერმანელები უფრო ცუდად ცხოვრობენ, ეს ვიდრე ქართველები ეს არ უნდა დავხატოთ. თვითონ გერმანელები ვიდრე ადრე უფრო ცუდად ცხოვრობენ.
უფრო ადრე არა ვიდრე ჩვენ და ამიტომაც ეს ჩვენ მისაღწევი გვაქვს რა თქმა უნდა, მაგრამ ბევრი გზა გვაქვს იქამდე ის არ არის გასავლელი. პერსპექტიული მაინდა-მაინც. ევროკავშირი შეიძლება არ არის პერსპექტიული, მაგრამ ევროპულ ქვეყნებს ძალიან ბევრჯერ გადავალახავთ კრიზისები და დარწმუნებული ვარ გადალახავთ. ევროკავშირის როგორი მომავალი ხდება, მოდი ამას დაველოდოთ ჯერჯერობით. ჩვენ ვიფიქროთ ერთ რამეზე, შევინარჩუნოთ მშვიდობა, ამაზე დიდი ამოწონა არ გვაქვს და ამაში რა თქმა უნდა ჩვენ ვართ დღეს საქართველოს ხელისუფლებასთან და ქართულ ოცნებასთან ერთად ამოცანის შესრულებაში, თუმცა ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რასაც ხშირად ივიწყებენ ოცნების წარმომადგენლები, რომ ლომის წვლილი ამაში შევასრულეთ სწორედ ჩვენ ხალხის ძალამ და სწორედ ამის გამო იყო ჩვენი გამოსვლა მაშინ გამახსენდა ახლა ოცნებიდან. რუსთავზე გავიარე და არ არის ევროკავშირის დიდი დროშა, არის პატრიარქის გამოსახულება, არის საქართველოს დროშა და ეს არის ძალიან ლამაზი. რასაც უყურებ, იმიტომ რომ ეს 1700 წელსაც ზეიმობთ გაქრისტიანების საქართველოსი, პატრიარქი ჩვენი წვენის სიმბოლო გახლდათ. კარგია რომ აღნიშნავთ და მას ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი აქვს აი ამ უზარმაზარ გამოსახულებაზე, პანოზე და რა თქმა უნდა ჩვენი დროშა, ეს ძალიან მაგარია. ეს სწორი პოლიტიკა არის, სწორი ვიზუალია, თუმცა ევროკავშირის დროშა მე პირადად, როდესაც ვიყავი კომიტეტის თავმჯდომარე და ქართული ოცნების წევრი, მაშინაც არ მქონდა ჩემს კაბინეტში, გატანილი მქონდა მარტო იმიტომ კი არა რომ ევროკავშირის წინააღმდეგი ვიყავი. უბრალოდ იმიტომ რომ ბრალოდ რაღაცა მეტი ჩრობა არის, როდესაც არ ახარ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ქვეყანაში გაქვს 10-ჯერ მეტი დროშა, ყველა კაბინეტში, ყველა ქუჩაზე, ვიდრე ევროკავშირის ნებისმიერ წევრ ქვეყანაში. ეს არის უბრალოდ მეტი ჩრობა და აი ამ მეტი ჩრობას გამოუცხადე პროტესტი, როდესაც ძალიან კარგია რომ ეს დროშა გავიტანე ჩემი ოთახიდან. პიარმა, ჩვენი ქვეყნის და პარტიის პიარმა ესეთი მშვენიერი რამ ყოჩა, მშვენიერი რამ მოიფიქრეს და ძალიან ბევრს გაუხარდა ეს, რომ არის პატრიარქის უდიდესი გამოსახულება, ეს არის აი მართლა ყოჩახ რა. მართლა ძალიან მნიშვნელოვანი წელია წელს და ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი 1700 წლისთავი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგია და გამოცხადების, ეს არ არის უბრალო ამბავი, ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანი ერი ვართ და არა მხოლოდ უძველესი ქრისტიანი ერი, არამედ ვართ ის ერი, რომელიც ხანმარჯვნივ, მაგრამ მაინც მივყვებით სახარების პრინციპებით მოვდივართ დღემდე. ხან გადაუხვიეთ ერთ მხარეს, ხან მეორე მხარეს უამრავი დანაშაული, უამრავი შესწომა, უამრავი ცოდვა, მაგრამ მაინც მთლიანობაში მივყვებით იმ გზას, რომელიც ჯერ მოციქულებმა, ანდრია პულოვმა, სედმონ კანონმა და შემდეგ წმინდანინამ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ თვითმფრინავობა ჩაიტარეს აბეგეწოდმა ოპოზიციამ. მაგრამ თვითმფრინავობა რა თავი მოიკლეს ახლა მართლა იმ განცხადებებით, იმ არ შემოსვლით პარლამენტში და იმ სიგიჟებით რამდენი პრობლემაა მართლა ქვეყანაში და საუბრობენ რომ ქართული ოცნება ძაღლებს ცოცხლად წვავს კრემატორიუმში, ხო? კოშმარულ ფილმშიც ვერ მოიფიქრებ, აგეს სიგიჟეს. ანუ რამეს არსებიძე ილაპარაკეს, კაი დედმამიშვილო ძაღლებს წვავენ და ამაზე არის მთელი გადაცემები იყო კაცო და აქციები და რა დარჩათ რო არსებიძე რაზე უნდა შეიძლება ილაპარაკო რაღაცები არის როგორ დაასანქციონო ქვეყანა იქ თემა არ დარჩა სხვა ვეღარაფერს ვეღარ აკეთებენ საზოგადოებისთვის შესათავაზებელი არაფერი არ აქვს იდეა არ აქვს საერთოდაც გაიხლარდნენ იდეოლოგიაზე აღარ ვლაპარაკობ ლაპარაკობდნენ აქამდე აჯანყებაზე დამხობაზე და ეხლა ამასაც ნახეს რომ 4 ოქტომბრის შემდეგ ეს კოზის ჩავარდათ ნაცარში და გამოთქმასაც ლაპარაკობენ კანონმდებლობაც დღეს ისეთია რომ უკვე მართლა აი თუ სადმე ევროპულს მივუახლოვდით სწორედ აქ რომ ისე აღარ არის რაც კიდე ილაპარაკე და მოუწოდე ადამიანებს რომ აჯანყდეთ ყოველგვარ ესეთ განცხადებას მოხდება შესაბამისი პასუხისმგებლობა. ეს ზუსტად ისე როგორც არის ევროპაში კიდე ბევრად უფრო რბილია ჩვენი კანონმდებლობა. იმ ნიშას როგორც ოპოზიციური პარტია უხეშად გეტყვი მოაჯდებით თუ არა რომელიც მათ დაკარგეს. მათ დაკარგეს ამორჩეველი. ოპოზიციური ამორჩეველი მათ დაკარგეს. თქვენ მოაჯდებით თუ არა, მოიმატებთ თუ არა, ან რის ხარჯზე აპირებ როგორ იზდებით და რის ხარჯზე აპირებ გაზდას კიდევ. პირველი რა თქმა უნდა ზუსტად ეს ადამიანები რომლებიც განაწყენებული არიან ხელისუფლებაზე რომლებიც მას განაწყენებული არიან იმიტომ რომ ძველი თანამებრძოლები ძალიან ხშირ შემთხვევაში არიან დავიწყებული და მათ ადგილას ხშირ შემთხვევაში მართლა დღეს შეიძლება არ ამბობენ რომ ნაცები ვართო და მათი პარტიის წევრები ვართო მაგრამ შინაგანად ზუსტად ისე ვიქარიან სადაც იყვნენ 2012-მდე ანუ
ნაციონალურ მოძრაობაში, მათი მხარდამჭერები არიან ის ადამიანები, რომ წამოვიდნენ პირველ პლანზე ძალიან ბევრ უწყებაში. ეს ამის გამო გაბრაზებული ქართული ოცნების ჯარისკაცები თუ ამორჩევლები ადამიანები, რომლებიც განაწყენებული არიან, თქვათ, სოციალური პოლიტიკაში არასწორი ნაბიჯების გამო, უამრავი ასეთი ადამიანები დღეს მოდიან ჩვენთან. ბატონო? ისინი ვიზაც ამბობ, იქნებ კარგი სპეციალისტები არიან. ერთი კარგი სპეციალისტები თუ ვერ გაზარდა 14 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ, 13 წლის განმავლობაში ეს ძალიან ცუდია და მეორეც ხშირ შემთხვევაში არ არიან ისინი კარგი სპეციალისტები, უბრალოდ მოსულები არიან რაღაცა ნაცნობობით თუ ასე შემდეგ და არ არის ესე სწორი პოლიტიკა. როდესაც ერთი ხრივ ზურგში დანასურტყამს ქვეყანას ხელისუფლებას და მეორე მხრივ სადღაც ვითომ პოლიტიკას განსაზღვრავს, ეს არ არის სწორი საკადრო პოლიტიკა. კიდევ რის ხარჯზე, აი ალბათ უფრო მეტი რადიკალიზმისა ხარჯზე. რადიკალიზმი მოგისხმობ, რომ რაღაცა საკითხების გადაჭრა უფრო სწრაფად გინდა, ხო? ალბათ უფრო მეტი, აი რა საკითხები არის ეს? რა არ მინდა, იცი რა მინდა კითხოთ, რომ განსხვავებებზე მინდა მაინც. ბოლომდე ვერ მივიღე პასუხი, რომ აი თავარი რა შეიძლება დაპირება იყოს თუნდაც. ან რატო უნდა მოვიდნენ, რა სელოდებიან აქ? იმას რომ დაფასდება ყველა ადამიანის შრომა, რაცაც ხშირად ვერ ვხედავთ დღეს. რაც შეეხება აი სწრაფად გადაწყვეტაზე პრობლემების თქვით. ნახეთ, რაღაცა კარგი ცვლილებები არის ამ ბოლო დროს კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, მაგრამ ამ ცვლილებებს მოჰყვა უამრავი პრობლემა და რა არის ეს პრობლემა? იმის გამო რომ კორუფციის საფრთხები რო აღმოიფხვრას, ამის გამო პრაქტიკულად გადაწყვეტილების მიღების უფლება წაართვეს ყველა დონის ჩინოვნიკს და ერთი რო წაართვეს უფლება და მეორე თვითონ ისინი შეშინებულები არიან და ვერ ბედავენ. მაგალითად, რომელიმე მერმა იმისთვის რომ სადღაც მიწის ნაკვეთი გაყოს ვიღაცას ან ვიღაცას ღობეზე მოითხოვა რომ აი ღობე უნდა ავაშენო და უფლება მჭირდება. შეიძლება 6 თვე გაგრძელდეს აი ამ უფლების გაცემა, იმიტომ რომ იმან უნდა გააგზავნოს მასში გუბერნიაში, იმან უნდა გააგზავნოს რეგიონების სამინისტროში, სადღაც სუსი, პოლიცია, ფორმალურად, არაფორმალურად ეხება, არ ეხება, ყველგან უნდა შეთანხმდეს. იქ ეკონომიკის სამინისტროში არის რა ქვია სივრცითი მოწყობის სააგენტო ქვია თუ სამსახური ქვია და ეს ერთი პრობლემა ეს გაგზავნა. მეორე რომ გადაწყვეტილების მიღებას ვერავინ ბედავს, მე ვინმე არ მოვიდეს და არ მითხრას რომ უი კორუფცია ყოფილა და რატომ მიეცი შენ ნებართვე აქედან და ამან პრაქტიკულად უამრავ ადამიანს გაუჩინა პრობლემა. ეს არის პრობლემა, რომელიც ძალიან სწრაფად უნდა გადაიჭრას. მე რა თქმა უნდა მირჩევნია მოსახლეობისთვის ჩქარა გადაიჭრას დღესვე, თუმცა პოლიტიკურად თუ არ გადაწყვეტოდა კიდე მეტი განაწყენებული ეყოლებათ, რომლებიც მივლენ იმ ადამიანებთან, ვინც ამაზე ლაპარაკობენ და ასე სწორედ ჩვენ ვართ და გადავწყვეტ კიდევაც. არ გიფიქრია იმაზე, რომ რთულია ძალიან ამის მიღწევა, რასაც შემოგვს სწრაფად გადაწყვეტა, იმიტომ რომ კორუფციასთან ბრძოლა, ხო, რომელიც შეთვალეთ ახსენე, ჩანს როგორც წარმატებულიო. თვითცენზურას უნერგავს, ოღონდ იმ ადამიანებს. თვითცენზურას, ანუ ხელისუფლება კი არ აშინებს რაღაცით. არც ეგ გამორიცხო, რომ ის აჯერტი აშინებს. აშინებს, მაგრამ ამ აშინების მიღმა ჩაერთო ეს თვითცენზურისა და თვითმოხრუჭის მექანიზმი, რომ ვინმე პასუხი არ მომთხოვოს, ამის გამო გადაწყვეტილება შეერდება. ხელისუფლება აღარ დაიჭიროს ის ხალხი. ჩვენ ხო არ ვაუთ, რომ ტყუილად იჭერენ. არსებობს აი ამის წინ მაგალითად მერცმა თქვა გერმანიის კანცლერმა, რომ სწორედ ამ ბიუროკრატიის გამო შემოიტანა, მოდიო, ხო არ შემოვიღოთ ესეთი მექანიზმი, რომ თქვა სიტყვაზე ორ კვირაში პასუხი არ არის, ავტომატურად გადაწყვეტილება არის მიღებული. მე ასე არ ვიტყოდი, მე ვიტყოდი ესე, რომ ორ კვირაში პასუხი არ არის კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების პირისგან, ის გადაწყვეტილების მიღების პირი ტოვებს თანამდებობას. ეს მე პარლამენტში ვთქვი, ჩემი ერთ-ერთი გამოსვლის დროს. ან და თუ პასუხი არის უარყოფითი და ის უარყოფითი პასუხი არის დაუსაბუთებელი, ამ შემთხვევაში დაუსაბუთებელი არის თუ არა ვინ წვეს მაგას? ამის გადაწყვეტა ადვილია. სასამართლო? არა, ამის გადაწყვეტა თუნდაც ზემდგომი, მაგრამ თუ ზემდგომი ვერ გადაწყვეტს სასამართლო და ეს ისეთ შექმნის საპირისპირო შიშს, რომ გადაწყვეტილებებს მიიღებენ და ხარისხი გაფუჭდება. აი უყურე როგორ არის ნაბაწყას ბავშვი არ უნდა გადააყოლოს. იცი როგორი პრინციპი საჯილახსოლებაში არის ეგ პრინციპი, რომ მე მირჩევნია, რომ
ერთი უდანაშაულო პატიმარი არიჯდეს ციხეში და 9 დადიოდეს გარეთ. ის მირჩენია 10 დადიოდეს გარეთ დაუჯერდა ციხის გარეშე დამნაშავები. ვიდრე ერთი მაინც იჯდეს უდანაშაულო ადამიანი. ეს პროპორცია არსებობს და დაახლოებით იგივეს ამბობ. კიდევ ერთხელ თავს მოგახვიე. ნაბან წყალს ბავშვი არ უნდა გადააყოლო. ახლა თუ ყველაფერს გააჩერებდა, თუ ადამიანებს გაუმწარებს სიცოცხლეს იმის გამო, რომ ვიღაცამ ფული არ გააკეთოს ერთმა ჩინოვნიკმა და ამის გამო 1000 ადამიანი გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს დროულად, ეს არის კატასტროფა. ეს არის ადამიანების ცხოვრების გაწამება და ამას შევებრძოლებით ჩვენ აი ასეთ ეს პოზიცია ჩემს გასაგებია. უბრალოდ მაშინ მეტი რესურსი უნდა ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადამიანური რესურსი, რომ რაღაც ვარდაში სწრაფად გააკეთო. სრულიად საკმარისი რესურსი არის ის, რომელიც არის დღეს იმისთვის, რომ გადაწყვეტილება ის რომ გადაწყვეტილების მიღებას ვერ ბედავს და უდევს საქაღალდეები დაზინული, ეს იმის გამო კი არ არის, რომ რესურსი არ არის და მეტი ადამიანია საჭირო. უბრალოდ ვერ ბედავს და მორჩა. ან არ ბედავს სრულიად შეგნებულად, იმიტომ რომ არაფერი არ შესთავაზეს ამ საქმეში, ეს არ გამოიწვევს ეს თავსელოდე. რაღაც ვადა მაშინ რაღაც ოპტიმალური უნდა იყოს, ორი კვირა ძალიან ცოტა. ხომ ვადებზე შეგვიძლია ნორმალური ვადა იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არის თემა, რომელიც ძალიან აწუხებს გისაუბრებთ დღეს პარტნიორებთან ოცნებაში ამაზე. მე ამაზე საჯაროდ ვილაპარაკეთ ერთხელ არა რამდენჯერმე პარლამენტის ტრიბუნიდან და პირადადაც როცა კონკრეტული მოქალაქეები მომმართავენ, მე ყოველთვის ვამისამართებ ამ განცხადებას იმ უწყებაში, სადაც ეს თემა არის გაჩერებული. ზოგჯერ გადაწყვეტილა საკმაოდ ჩქარად. ეს ნიშნავს, რომ თურმე გადაწყვეტა შესაძლებელი იყოფილა. ბატონო. ეხლა ჩინეთში იყო დიდ პოლიტიკაზე გადავიდეთ. გურულები რო იტყვია ხოლმე ჩინეთში გახდათ ჯერ დონალდ ტრამპის შემდეგ პუტინი, ხო? განსხვავებული დიდი იყო რა თქმა უნდა დაახლოებით ცერემონიაში ყველაფერი მნიშვნელოვანია რას საუბრობდა რა გსურს. როგორ ფიქრობ ამ შეხვედრებიდან გამომდინარე ომის დასასრული გამოჩნდა თუ არა? და რა ფაქტორებია რაც ომის დასასრულს განაპირობებს? ჩვენც ვიყავით ჩინეთში ხალხთა პრესთან ჩამოვედით სიძინბინთან ხო და მართლა ძალიან საინტერესო შეხვედრები იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები იყო გუშინ ჩამოვედით ხო აი ეგ შეხვედრაზე მოგვიყვეთ ამ კუთხით თუნდაც არა ნუ რა თქმა უნდა ხა ის სხვა შეხვედრები იყო და მაგრამ შეხვედრები ქვეყანაში პრაქტიკულად პარლამენტის იქაური პარლამენტის თავმჯდომარეს და მესამე და მეოთხე ადამიანები ვინც არის რანგით მათ პარლამენტში თქოთ შეგვახსენოთ სადღაც 10000 კაცი თუ სწორად მოხსნა დარბაზი აქვს 10000 ხო შესაძლოა დარბაზი სამხელა ანუ იმ ხელა დარბაზია ოღონდ ხა არიკრიბებიან ბუნებრივია ჩვენსავით ხშირად ორ კვირაში ერთხელ და იმ წელიწადში ერთხელ შეიძლება შეიკრიბა აყრილობაა ხო ხო მაგრამ იქ იყო კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრა ის იყო სიანის როგორც რაღაცნაირად ქვია ქალაქის სიანი და შესაბამისი პროვინციის პირველ პირებს შევხვდით 40 მილიონიანი პროვინცია და ნუ ძალიან პატარა პროვინცია ყოფილა ჩინეთის მასშტაბებით კი სამაგიეროდ არის ისტორიული დედაქალაქი პრაქტიკულად და კულტურული ცენტრი ჩინეთის იქ საიდანაც დაიწყო ჩინეთის გაერთიანება პირველი დედაქალაქი ეს იყო ჩვენ წელთაღრიცხვამდე მესამე საუკუნეში მოხდა მთელი ჩინეთის გაერთიანება ერთ პროვინციად იყო ძალიან საინტერესო შეხვედრები და ძალიან ისეთი კონკრეტული ხელშეკრულებები პარლამენტის თავმჯდომარის ჩასვლის დროს ვერ დაიდებოდა თქვა კონკრეტულ პროექტებზე მაგრამ მთლიანობაში ეს ყველაფერი არის ძალიან კარგი ნაბიჯები იმისთვის რომ საბოლოოდ ეკონომიკური ურთიერთობები გაძლიერდეს და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ევროპისთვის და მით უმეტეს საქართველოსნაირი ქვეყნისთვის რომელიც პირდაპირ იმ გზაზე მდებარეობს სადაც შესაძლებელია საბჭოთა ერთმა მცირე ნაწილმა მაინც სად არიან რომ ითანამშრომლობთ დატვირთონ თუ და სპორტი ბუნებრივია ოღონდ ხა ჩვენ ისე ვაღვქვამთ რომ შუა დერეფანი არის რაღაცა ერთადერთი გზა ეს არის ერთი მცირე შტო იმ უამრავი გზებისა რომლებიც არსებობს აღმოსავლეთსა და დასავლეთის შორის და ის მცირე შტოს დატვირთვაც ჩვენთვის სრულიად საკმარისი იქნება სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის. რაც შეეხება იმ დიდ პოლიტიკას, დიდ მოთამაშეებს, აქ გამოჩნდა ერთი რამე, რომ ჩინეთის გვერდისავლით შეუძლებელია დიდი პოლიტიკის წარმოება, მაგრამ ხა ბევრი რამე არ ვიცით რა იყო ფარდის მიღმა, ბევრი რამე არ თქულა, უამრავი თეორია ითქმება, კითხულობთ, ვისმენთ, თუმცა ზუსტად არავინ არ იცის, მაგრამ
ომის დამთავრებაზე მე მგონი ძალიან ადრეა ჯერ ლაპარაკი როგორც სამხრეთში ირანის მიმართულებით, ისე მით უმეტეს უკრაინის მიმართულებაზე, იმიტომ რომ არ მგონია ვინმე ძალიან დიდად იყოს დაინტერესებული ამ ომის ჩქარა დამთავრებით. უკრაინის ომის ჩქარა დამთავრებით ყოველ შემთხვევაში. პუტინი უნდა იყოს ეს. პრობლემები აქვს. პუტინს პრობლემები აქვს, თუმცა პუტინი თვითონ ვერ დაამთავრებს თუ თავის ხალხს შეერთებულ შტატებს და არაჩვენა რაღაცა ჩინეთს არ უნდა დამთავრება და ისინი ამ წუთში დიდად ამაზე არავლენენ იმას სურვილს. რაც შეეხება სამხრეთით, სამხრეთში შეიძლება არ განახლდეს კიდევაც ახლა არავინ არ იცის, მაგრამ ამ შემთხვევაში წაგებულები არ არიან ნამდვილად შეერთებული შტატები და აი ამ მდგომარეობის შენარჩუნების რაც ახლა არის, არ შეერთებული შტატები და არ ჩინეთი არ არიან წაგებული. ბატონო? ირანიც არ არის წაგებული. სამაგიეროდ სერიოზული ზარალს განიცდიან არაბული ქვეყნები და სერიოზულ ზარალს განიცდის ევროკავშირი, ევროპის ქვეყნები. კი ბატონო, რეჟიმ ჩეინჯი უნდა და ვერ შეძლეს და რაღაცნაირად გამარჯვებად დასახავთ ამას. კი ბატონო, ნახოთ, საინტერესო თავად ჩვენ არ შეგვეხოს თუდად არაფერი. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა, ეს არის ამაში უნდა ვიყოთ თელიერი ერთიანი. დანარჩენი ყველა ტიპის განსხვავება არის მართლა მეორე ხარისხოვანი. სოზარ სტუბარი გახდა ჩვენი განაცემის სტუბარი უღმეს მადლობა. სოზარ და ლადო ჩვენი ბოჟაძე შემოვა მცირე ხნის შემდეგ. მოგესალმებით. ჩვენ მეგობარი ლადო ბოჟაძე არის განაცემის სტუბარი. ლადო არის ადამიანი, რომელსაც მე ბავშვობიდან ვიცნობ, მებრძოდა არა, მე ვებრძოდი. ზმაკაცობდით და ძალიან მიხარია შენი წარმატებები. ზოგადად ეს თქვი, მაგრამ ხომ დაგისვა კითხვები. სათავართ. კაი, დავიწყოთ იმით, რაც ახლა ყველას გაგვიყვება მშვიდობის თემით. ჩვენგან შორს არის, ან შეიძლება ძალიან ახლოსაც არის ზოგიერთი, მაგრამ თითქოს დაივიწყეს ქართველებმა, რომ არ არის შორს გონიათ, რომელშიც ახლოს არის ეს ომი ახლოს არის, აქვე არის. აი რაღაცა რამოდენიმე 1500-900 კილომეტრში. ეს კარგია სხვათა შორის, რომ შეგვიძლია ქართველებს რაღაცების დავიწყება, რაღაცების დაკიდება, ეს არ არის ცუდი, იმიტომ რომ გესმის ფსიქოლოგიური განტვირთვა არის. მაგრამ საფრთხები მაინც ხომ არის შენარჩუნებული. ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, ომთან დაკავშირებულად მინდა გითხრა. ეს საკითხი რაღაცნაირად ორად გავყოთ, ვისაუბროთ მშვიდობაზე და ვისაუბროთ უკვე ქვეყნის შიგნით სტაბილურობაზე. ხო? ეხლა ის ადამიანს ზოგადად ადამიანებს უნდათ ცუდის დავიწყება და არ უყვართ ცუდის გახსენება, ეს ბუნებრივი ამბავია. თუმცა აქ იყო 2008 წლის ომი, მანამდე იყო 2004 წლის ომი რუსეთთან, გახსოვთ თქვენ? 4 წლის, როცა ხო, რომელსაც ომი არ დავარქვით, თუმცა 16 ჯარისკაცი და პოლიციელი დაგვეღუპა და დაიჩოქეს. საზადამენი იცით თქვენ, რომ სწორედ 2004 წლის ომის გმირი არის, თუმცა მაშინ ხელისუფლებას ასე უნდოდა და თუნდაც გავიხსენოთ 2008 წლის ომის წინა დღეები, ყველაფერი ოს სეპარატისტებს ბრალდებოდა და არა რუსეთს. თუმცა რახან თავად ახსენეთ ჩვენი გადაკვეთა 2003 წლის ვარდების რევოლუციის დროს, გავიხსენოთ რა იყო გადამწყვეტი მომენტი და ვინ გადაწყვიტა მაშინ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოყვარის ბედნიერს, ხო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი, ხო რომელსაც მე ცოტა ხანში ასლან აბაშიძეც წაიყვანა რუსეთში და როგორც ჩანს მაშინ სააკაშვილმა ხელისუფლების სანაცვლოდ დაიღო პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზე გაცვლიდა აფხაზეთს, სამაჩაბლოს და რა თქმა უნდა აჭარაზე რუსეთის გავლენები იქნებოდა მინიმალური და შემცირებული და ეს სცენარი საბოლოო ჯამში შესრულდა. თუმცა რა მოხდა 2008 წელს ჩვენ ამაზე ღია დღესაც ვერ ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ხო არ გვინდა რამეში საკუთარი თავი დავაშაულოთ. ოღონდ აქ არის არა სახელმწიფოზე ლაპარაკი, არა ჯარისკაცებზე, თქვენ რუსეთს მოუგეთ ჰააგაში ყველა პროცესი, სტრასბურგში ომთან დაკავშირებით მოუგეთ ყველა პროცესი და არცეთ ქართულ ჯარისკაცს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული არ ჩაუდენია. თუმცა ჩვენ მაშინ რუსეთმა და მტერმა იმაზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოგვიკლა, ვიდრე ჯარისკაცი და პოლიციელი ერთად და ეს სტატისტიკაც გვაქვს. ახლა რატო უნდათ გარედან ადამიანებს რომ ჩვენ ეს საფრთხეები არ გავიაზროთ, არის ძალიან მარტივი. როცა შენ არ გეშინია და არიაზრებს საფრთხეებს, ადვილად წამოეგები პროვოკაციაზე. ახლა თქვენ ხედავთ ვინ აქტიურობს ჩვენ წინააღმდეგ, ეს არის ბალტიის სამი სახელმწიფო და პოლონეთი. მოდი 2008 წელი გავიხსენოთ და გავიხსენოთ რომელი ქვეყნის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ მაშინ აქ რუსთაველზე. ერთადერთი მიზეზით იმის გამო კი არა ჩვენ დაცვა უნდათ. არამედ იმისაც რომ სოფლის
ყურადღება მიექციათ, რუსეთს თუ საქართველოში გაუვა ეს ყველაფერი, შემდეგ იქნება უკრაინა, მერე იქნებით ბალტიის სახელმწიფოები, მერე იქნება პოლონეთი. თუმცა მაშინ ვერ გავიხსენებთ ვერც ერთ რეზოლუციას. სხვათა შორის ევროკავშირი ახლა აქეთ როგორ იგებს ჭკუას, ევროკავშირის მაშინდელი თავმჯდომარის სახელმწიფოს ხელმძღვანელის ხელმოწერადებს იმ დოკუმენტს და ევროკავშირმა ყოველდღე უნდა შეახსენოს რუსეთს, ჩვენ რო გვახსენებენ რაღაცებს, 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება დღემდე შესრულებული არ არის. ასე რომ კეთილი უნდა თავის ვალდებულება შეასრულოს. გამახსენოს ვინმე ერთი სანქცია, ერთ რუსულ კომპანიაზე ან ერთ ფიზიკურ პირზე. გამახსენოს ვინმე რუსეთის ქმედებებზე უკრაინის რადის გადაწყვეტილება ერთი მაინც. და რატომ უნდა ყოფილიყო უკაცრავად ომის დასრულების შემდეგ მალევე ჩვენი კულტურის მინისტრი წერდა კოლეგას რუსეთში, რომ კაშმანდური გაგვამართინეთ, რომ მეგობრობა აღდგეს ხალხებს შორის. ჩვენ არ ვითხოვდით და რატო ექნებოდა თვითონ კულტურის მინისტრი, რომელიც მე რუსი ხელოვანი ვარო და რუსეთის კულტურის წარმომადგენელი ვარო, 2018 წელს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და მთელი დანარჩენი ოპოზიციის საერთოდ პრეზიდენტობის კანდიდატი იყო. ოღონ ამაზე დღეს აღარავინ აღარ საუბრობს. თითქოს ამის გახსენებაც არ გვინდა ან ნაციონალური მოძრაობა ვინ მოიყვანა ხელისუფლებაში, ან რა საფრთხეები გვაქვს დღესაც რუსეთიდან მომდინარე. დასამალი არაფერი არ ჩვენ რუსეთთან ახლაც ვართ ომის ცივი ომის ფაზაში, ტერიტორიები ისევ დაკარგულია, ჩვენს მოქალაქეებს ისევ იტაცებენ. აღვადგინეთ გარკვეული ურთიერთობები, სატრანსპორტო, ვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა და ასე შემდეგ. რაც უნდა გახდეს წინაპირობა იმისა, რომ საბოლოო ჯამში რუსეთმა შეასრულოს თავის ვალდებულებები. ჯარი გაიყვანოს და აღიაროს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. თუმცა ამ ფონზე უკვე 4 წელზე მეტია, რაც ჩანს რუსის ვიბრძვით ჩვენ. ეს არის მშვიდობა. თქვენ აქ სოზართანაც საუბრობდით, გიორგისთანაც, საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობებზე. თუ არაფერი არ მომხდარა, რატომ შეიცვალა დამოკიდებულება სწორედ 2022 წლის თებერვლის მერე ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში? როგორ არ მოხდა? და არა მანამდე. რატომ ეხლაც ნახეთ ნებისმიერი კვლევა, ნებისმიერი მიმართულებით, სად არის მოლდოვა, სად არის უკრაინა, სად ვარ ჩვენ, სხვა კანდიდატი ქვეყნები მათ შორის. ევროპული სახელმწიფო, მხოლოდ ამ ორ სახელმწიფოზე არ ვლაპარაკო. არა. და გავიგე უკრაინა ომშია და მოლდოვა კიდე სად არის, კიდევ თვითონაც ვერ გაარკვიეს. სიტყვის თავისუფლებას რო ლაპარაკობენ. ერთი დახურული ტელევიზია გვითხრა საქართველოში და მე გეტყვით რამდენი ტელევიზია დაიხურა უკრაინაში, ყოველგვარი სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე და რამდენი მოლდოვაში. და როგორი ცენზურა. პარტიების გაუქმებაზე შეტანის სარჩელზე რო ერთი ამბავია ეთქილი, გვითხრა სასამართლოს გარეშე რამდენი პარტია გაუქმდა მოლდოვაში, რამდენი პარტია გაუქმდა უკრაინაში და ვინმეს ეს თუ უხსენებია. და ახლა დანიის ამბავი არის ასე ვთქვათ მოდური რო გავიხსენოთ, ეხლა თქვენ წარმოგიდგინეთ ქართული პოლიცია ძაღლებით რო დაძდევდეს მომიტინგეებს, ამას რა მოყვებოდა, ხო? და მითხარით ერთი ელჩის ან ერთი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს განცხადება დანიაში აქციის დაშლასთან დაკავშირებით. დანიის პასუხი თავადაც მოვისმინეთ რა მოიწერეს, ხო, იცით ესეც, მაგრამ რატო არ იღებენ ხმას? არა მარტო იმიტომ რომ ორმაგი სტანდარტია. იმიტომ რომ არავის არ ეგულება დანიაში რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ებრძვის დანიას და დანიელებს და საკუთარ სამშობლოს და საკუთარ ხალხს და ელოდება ყოველთვის ახალ ჩაწოდებებს, ასე ვთქვათ, ევროკავშირისგან, რომ მე ეს თავის მედიებში გავრცელონ და თქვან, რომ აი სადამდე მივიდა ჩვენი ქვეყანა და აქედან მინდა მშვიდობიდან სტაბილურობაზე გადავიდეთ. სტაბილურობა უკვე ქვეყნის შიგნით, რომელიც 5 ჯერ იცით თქვენ რომ რევოლუციური სცენარით შეარყიეს ფაქტობრივად და ჩემი გადაწყვეტილებაც ქართული ოცნებიდან წამოსვლის შესახებ სწორედ ოქტომბერს უკავშირდებოდა, როცა მე გარკვეული შიშები გამოვთქვი, იმიტომ რომ გავლილი გვაქვს არაერთხელ თქვენს და მე ზოგს აქიდან ზოგს იქიდან მხრიდან როგორი გეგმება ხოლმე პროვოკაციები და უბედურებები, მათ შორის იცით თქვენ რომ იარაღი იყო ჩართული და ახლა ამ საქმეს იმ ათენაზე ქვია პრეზიდენტის სასახლის ღობის დაზიანების საქმე. ანუ სახელმწიფოს გადატრიალების საქმე კი არა, ღობის დაზიანების. ისევე როგორც კოსტუმების საქმე ეძახიან, რომელმაც ათეულ 4 წლის განმავლობაში დააჭარბა. ზარალი, კაცო, მოპარული. თან ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენო მაყურებელმა, შალო 4 წლის განმავლობაში 20 მილიონი დახარჯა ღიად, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა რაც ეკუთვნოდა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან და პარალელურად დახარჯა 9 მილიონზე მეტი დახურული მუხლებიდან, იმიტომ რომ არ გამოჩენილიყო. ამ ვინმეს არ ეგონოს 9 მილიონი მართლა ყვავილებში დახარჯა ან რამეში. პირად რაღაცეებში დახარჯა. თუმცა მაშინ ამაზე ხმას არავის არ ამოუღებდა და არცაპირებს კიდე როგორც ჩანს ვინმე რო ამოიღოს. ამდენი თვე გავიდა და 4 ოქტომბერი თუ უხსენებია
ვინმეს ჩვენი პარტნიორებიდან, რომ იცი რა ჩვენ გვგმობთ ძალადობას. ეს მაინც გაიმეორონ ისეს დილობის გულისთვის. არა, იმიტომ რომ ამოცანა არის პირდაპირი და ღია. რომ ამ ქვეყანაში შეეცვალოს ხელისუფლება და მოვიდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც არ დაიცავს საკუთარი ხალხის და საკუთარი ქვეყნის ინტერესებს და გარედან შეასრულებს დავალებას. ახლა ამ ხელისუფლების ალტერნატივა ვინ არის ამ წუთში? ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ოპოზიციიდან ყველა დავალებას ასრულებს. იგივე 26 მაისი ახლა წარმოიდგინეთ თქვენ, რომელიც ხო ეს რა არის? რა განსხვავებული პოზიციებიც არ უნდა კონდეს. რა შეიძლება ადამიანს აერთიანებდეს? რელიგიური ვერ გაგვაერთიანებს, იმიტომ რომ ბევრი მუსულმანი ცხოვრობს ამ ქვეყანაში და სხვა რელიგიის წარმომადგენელი. ხო, ყველა საქართველოს მოქალაქეს რა გვაერთიანებს? 26 მაისი და ამ დღესაც თურმე უნდა შექმნან ეს თარიღიც კი გაყოფილი იყოს. ესე იგი ჩვენ სხვანაირად უნდა აღვნიშნოთ თელმა საქართველოს ჯარის აღლუმის, ჯარისკაცების ფიზიკადებით და ამგვარად საღამოს უნდა შეიკრიბონ და ეხლა დაგვამშვიდე შევიკრიბებით და მე დავიშლებით. არ დაიშლებით და მაგათი აჯობებს. რაც მიიღეს 4 ოქტომბერს მიიღებენ იმაზე უფრო მეც არა მარტო სახელმწიფოსგან, არამედ პირველ რიგში ქართველი ხალხისგან. როცა ეს ხალხი დღეს ოპოზიციაში მზად არის, რადიკალური ოპოზიცია მსხვერპლობაში, გარედან ყველა დავალება შეასრულოს. როგორ გონიათ მოიქცევიან თუ არა ისე როგორც იქცეოდნენ მაშინ როცა ხელისუფლებაში იყვნენ. რა თქმა უნდა მოიქცევიან და უფრო მეტადაც. როცა შენ ჩადიხარ ბრუსელში, შენი პარტნიორი ქვეყნების დედაქალაქებში და ეუბნები რომ რაღაცა ქენით ბოლო-ბოლო ვერ-ვერებით ამ ხალხს არჩევნებით ვერ ვამარცხებთ. რევოლუცია არ გამოგდის, ფული რაც მოგვეცი სახში წავიღეთ, ვერ დავამხეთ ეს ხელისუფლება. მოდით ქართველ ხალხს მაინც გააუქმეთ უვიზო რეჟიმი. ხო, იქნება აღწმოთეს ეს ხალხი, შეშფოთეს, გამოვარდეს ქვეყანაში და არეულობა მოხდეს და რაღაცნაირად დავამხოთ, აბა სხვანაირად ვშვებთ. ანუ ბრძოლა რეალურად არის ერთი ეროვნული ინტერესი მშვიდობა და მეორე სტაბილურობა, იმიტომ კი არა რომ ვიღაცა ხელისუფლების დიდხანს დარჩეს ან ამდენი წელი ან იმდენი, ამას ქართველი ამორჩეველი გადაწყვეტს. როგორც მანამდე არაერთხელ გადაწყვიტა და აგერ არის 28 წელს 28 ოქტომბერს არჩევნები და ისევ მისი აღმატებულება ქართველი ხალხი გადაწყვეტს ბედს ვინ დარჩება ხელისუფლებაში ან ვინ მოვა და ასე შემდეგ. მაგრამ აქაც ეხლა თქვენს არჩევნო სისტემა ახსენეთ, რატო გვაძალებდნენ მთელი ამდენი წელი ჩვენი ევროპელი პარტნიორები, სხვა შორის არა ამერიკელები, იმიტომ რომ ამერიკელებს თავად აქვთ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, და თქვენს ეხლა ამაზეც ისაუბრეთ, სრულად პროპორციულზე. იმიტომ რომ ამ სისტემის წარმოუდგენელია, ან წარმოუდგენელია მათთვის ერთპარტიული მართულობა, უნდა იყოს კოალიცია, რომლის დაშლაც გარედან ძალიან ადვილია. ყველაზე მცირე კოალიციური წევრის პარტიაზე შენ შეგიძლია გავლენა მოახდინო და ნებისმიერ დროს დაშალო ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლება, რომელიც ჩვენთვის აღმოჩნდება, რომ მიუღებელია. ამის მაგალითი არის ბულგარეთი, ხო, 8 არჩევნები ბოლო 5 წლის განმავლობაში და საბოლოო ჯამში ისეთი გამარჯვებით მოვიდა ერთი პარტია, რომ თლაც საკონსტიტუციო უმრავლესობა აიღო. და რატო გაწვებოდნენ ამ მოდელზე, რომ ადვილი ყოფილიყო ზემოქმედება გარედან? რატო არიან ახლა გაოგნებულები მაგალითად ხელისუფლების ნაბიჯებზე ან ჩვენ გადაწყვეტილებებზე? ხო? შარშან და წელსა ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა, იცით თქვენ ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს, მილიონამდე ქართველი რო გამოვიდა მთელი საქართველოს მასშტაბით. იყო ეგრე. და პირდაპირ დაგვავალეს. რომ მიგვიღო ოჯახური ღირებულების შესახებ კანონმდებლობა. ეს ხო ქვეყნის და კანონმდებლობაა. რა უფლებით გვაძალებენ და გვემუქრებიან, გვაშანტაჟებენ, გვასანქცირებენ და ასე შემდეგ, შევცვალოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც მე მილიონი ქართველის და ყველა ქრისტიანი არ იყოს სხვათა შორის. სხვა კონფესიებისაც ოჯახი არის მნიშვნელოვანი სიწმინდე და მნიშვნელოვანი ღირებულება. დღეს ნიკოლოზობაა და მინდა ჩვენს ქვეყანას მიულოცო ღირსი შიომღვიმელესენების დღე არის და იცით რომ ჩვენი ახლად არჩეული პატრიარქის კარული წმინდანია და მინდა ჩვენს უწმინდესსაც მიულოცო. როცა იცი რომ ეს ქვეყანა 1700 წელია ქრისტიანული სახელმწიფოა და იცით თქვენ რომ ნასასკვლელებით დაადგინდა რომ კიდე უფრო ადრე 319 წელს 6 მაისი იყო მზის დაბრუნება, რაც მე საბოლოო ჯამში მეფე მირიანიშვილის გახდა საფუძველი გამოეცხადებინა. ამისთანა ერს ებრძვით, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ამ ქვეყანას და ხალხს პატივს კი არცევ. გაქვს შენი ინტერესები, რომლის გატანაც გინდა ნებისმიერ ფასად და აქ ვიღაცა ხელს გიშლის, რომ ეს არ გააკეთო ასე ვთქვა. ბუნდესტაგის საერთაშორისო ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღვანელი ჩამოვიდა გეი ადამიანი, ღია გეია და იმიტომ ამბობ და ჩვენი ეკლესია გააკეთდა კაცო. გვახსოვს ღიად საქართველოს ჩამოვიდა და თქვენ ევროკავშირის წევრები მართლმადიდებელი ეკლესიით ვერ გახდები. ოღონ მისი განცხადება კი არ იყო საგანგაშო აქ, რომელიც დღეს საერთოდ პოლიტიკაში აღარ არის თავის პარტიას აღარ ჩაწერა. კი. ის არის საგანგაშო, ვინც ამას იქ უსმენდა და ტაშს უკრავდა. აბა. ის დღეს პოლიტიკაში აღარ არის, გერმანულ პოლიტიკაში, ეს ხალხი ქართულ პოლიტიკაში ისევ არიან.
ისევ ჟურნალისტები არიან, ისევ არასამთავრობო ორგანიზაციები არიან და ისევ იკრიბებიან, ტაშს უკრავენ და ებრძვიან საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს. ასე რომ ეს მნიშვნელოვანი ამოცანაა და ეს საფრთხეები არსებობს. კარგია, რომ ხელისუფლება ამ მიმართულებით არის ხიზლად, კარგია, რომ პარლამენტი ვართ ამ მიმართულებით ხიზლად და რაც თავარია მედია. და მედიაში რა თქმა უნდა გულისხმობ იმ მედიებს, რომლებიც ასევე გახდნენ ევრობიუროკრატიის სამიზნეები და გულისხმობ თქვენ ტელევიზიასაც, გულისხმობ იმედსაც, რუსთავს და ასე შემდეგ, რატო რომ ახლა ვინმე თქვას, რომ ესენი რო თუ დაასანქცირა ევროკავშირმა, შეიძლება ესენი მართლამსლაც იმართეს არ ლაპარაკობენ და მოდი აღარ უყურებ, მოდი გადავრთავ, მოდი აღარ დაუჯერებ. როგორ შეიძლება შენ იქ იცოდე, რომ რომელიღაცა ტელევიზია აქვს თურმე რუსულ ნარატივს მიყვება და დეზინფორმაციას ავრცელებს და ეს არ იცოდეს ქართულ ხალხმა და კონდეთ ამისთანა რეიტინგი თქვენ იმეს და სხვა ასე ხო წარმოუდგენელი ამბავია რომ ქართულზე კარგად იცოდეს სიმართლე აქედან ვინმე ბრიუსელში მაგრამ ესეც იმ პროცესის ნაწილია რომ ჩვენ ტელევიზიებს ლამის ჩვენც აღარ უყურებთ და აღარ ჩამოთვლი ხა მათ მართო ტელევიზიებს და ამ ტელევიზიებს ვერაფერი ვერ უქენი და მოდი იქნება დაასანქციროთ რომ ვერიღაცა მოლდოვა არ მიიტანოს და ასე შემდეგ მოლდოვა მეგობრებო არის SNG-ს წევრი. SNG-ს რომელსაც ჩვენ შევნადეთ ახალმოსულიყო დიდი ხმაური და სკანდალით გამოვედით, ხო? SNG-ს წევრია. ესე იგი მოლდოვა ასანქცირებს ჩვენს ტელევიზიებს, ეხლა ხო დაასანქცირა. კი. იმ მიზეზით, იმ საბაბით ინგლისურ სანქციებს ეთანხმება და ეთანხმება ინგლისურ სანქციებში დაწერია, რომ ჩვენ ხალხს უჭერთ, ხელს უწყობთ რუსეთს ამ აგრესიულ ომში. ეგრე არის რა. ჩვენ ესე იგი პოზიტივი სანქციდება, იმიტომ რომ ჩვენ რუსეთს ვეხმარებით. ამავე დროს მოლდოვა ვაჭრობს რუსეთთან, თითქოს არაფერი არ მოხდარა, რახან SNG-ს წევრია და აქ რაღაც სავაჭრო მოცულობა დიდი და ავსებს რა, მათ ბიუჯეტს, რომელზეც კეთდება რაკეტები, რომელიც ეცემა უკრაინელებს. ანუ ჩვენ გვასანქცირებენ თვითონ ის ადამიანები, რომლებიც ხელს უწყობენ შეერაღებას რუსეთის. ჩვენ გვასანქცირებენ რუსეთთან თანამშრომლობაში. შალვა მოლდოვა ახსენეთ აი ეს რასი გიჟია. არც მოლდოვას არ აქვს დაწესებული ორხრივი სანქციები რუსეთისთვის. თუ მოგისმენიათ ვინმესთვის ეს? ოღონ ამბობენ რომ იცით რა იმას ტერიტორიული პრობლემები აქვს და ჩვენ რა გვაქვს? ოღონ მოლდოვა ის სახელმწიფოა რომლის გზასაც თურმე უნდა მიყვეთ რომ ევროკავშირის წევრები გავხდეთ, ოღონ საქართველოს კი არ უნდა გახდეს, რომელიმე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ტერიტორია უნდა გავხდეთ ჩვენ. გავაუქმოთ ჩვენი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი 26 მაისი აღარ აღნიშნოთ და ავტომატურად იმ უკვე შესული სახელმწიფოს ხარჯზე გავხდებით წევრები. ან დღეს თქვეს რომ აი უკვე ივლისიდან და ჩვენგან კრიტიკის მეტი რო არაფერი გვესმის მათგან, თურმე ივლისიდან დაიწყებენ მოლაპარაკებების ყველა ეტაპის გახსნას უკრაინასთან. და როცა ეს საკითხი დადგება უკრაინის გაწევრიანებას, თუ ოდესმე დადგა თეორიულად ხომ უკრაინა თავის ტერიტორიული მთლიანობით იმ საზღვრებში გახდება ევროკავშირის წევრი, რაც 2014 წლამდე ქონდა? არა, ეუნებიან პირდაპირ რომ არაო, კაცო. ანუ ამბავ დავადგეთ? გერმანიის კანცლერი და ყველა ეუნება რომ მოგიწევთ ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ახლა ტერიტორიების მიცემა. ახლა მიიწვიეს ანკარის სამიძე, იცით თქვენ პრეზიდენტი ზელენსკი. ხო ხვალ გამოვლენ და იტყვიან აი რატო არ მიიწვიეს ყაველაშვილი ან რატო არ მიიწვიეს ყობახიძე. ჩვენ რა გვირჩევნია? მშვიდობა და სტაბილურობა გქონდეს ქვეყანაში, თუ ის უბედურება ტრიალედეს აწყდება უკრაინაში და სამაგიეროდ ჩვენი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი დადიოდეს და ვიღაცებს ხელს ართმევდეს. ჩვენ რო ახლას ვინმე გვითხრას, უარი თქვით ევროკავშირის წევრობაზე, უარი თქვით ნატოს წევრობაზე. რუსეთთან ჩვენ დავალაგებთ ამ შეთანხმებას, რომ რუსეთს დარჩება ის ოკუპირებული ტერიტორიები იქ, საკუთარი სამხედრო ძალები და დანარჩენ საქართველოს მიიღებთ ევროკავშირში და ნატოში. რა ქვია თავა? დავადგეთ ამ გზას? ეგიდიას ხათ შორის არსებობდა, იცი? აფხაზეთზე უარის თქმის გამო რესპუბლიკელებს ჰქონდათ ეს იდეა, ისინი აწევებოდნენ რომ აფხაზეთი უკვე დაკარგულია. აფხაზეთის აღიარების ნაცვლად დარჩენილ ტერიტორიაზე და ოსეთის დარჩენილ ტერიტორიაზე გავრცელდება როგორც მეხუთე პუნქტი ევროკავშირი, ნატო. და ამას თავაზობდნენ ამ იდეის შემოცურება უნდა მრჩეველების დონეზე, ვიღაც პროფესორების დონეზე, ჯერ ხო ასე ზონდირება ახსენდება, ზონდირება, რომ მე საბოლოო ჯამში ჩვენ ეხლა აი აფხაზეთის კვირეული მიდის ეხლა და ძალიან ბევრი ახალგაზრდა და ძალიან ბევრი ბავშვი იყო ჩართული და მოსული როგორც მაყურებელიც მონაწილეს და რა თქმა უნდა ეს ის თაობა რომელსაც არ უნახავს აფხაზეთი, მაგრამ აფხაზეთის ნახვა არ არის თავარი. აუცილებელი იმისათვის, რომ შენი ქვეყანა გიყვარდეს და გახსოვდეს, რომ ასეთი პრობლემები გვაქვს, ხო? ამიტომაც არის ეს ტენდენცია საშიში
რომ ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას შევეგუოთ, რაღაცა რეფორმებს შევეგუოთ, გამჭვირვალობის კანონმდებლობა გავაუქმოთ, ოჯახური ღირებულების შესახებ კანონმდებლობა გავაუქმოთ. დღეს აი სპორტზე გქონდა საუბარი და წარმოიდგინეთ ერთი ხელის მოსმით ნაციონალურ მოძრაობამ გავაუქმა სპორტის კვლევითი ინსტიტუტი, სპორტის კოლეჯი, სპორტის უნივერსიტეტი, ყველა კათედრა სპორტული უნივერსიტეტებში, ყველა სპორტის გაკვეთილები სკოლებში, გაიყიდა არაერთი სპორტული ობიექტი. ეს თქვენ გონიათ მიზანმიმართულად არ მოხდა და დაგეგმილი არ იყო, რომ ჯანმრთელი ახალგაზრდა ვეღარ ვიპოვოთ. ეხლა ჩვენ მის ჯარში წავა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას დაიცავს, ან პოლიციელი იქნება, ან ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრებს და რამდენი რამე კეთდება. ეხლა რომ ეს სიცარიელე ამოვასწროთ. აღარ ვლაპარაკობ განათლების სისტემაზე, წაიკითხეთ ნებისმიერი სახელმძღვანელო თუ გაიგებთ რომელი ქვეყნის მოქალაქეს ვზდით. იმ სახელმძღვანელოებით, რომლებიც დღეს ჩვენ სკოლაში გვაქვს. საქართველოსი თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის და ჩვენ მსოფლიო ღირებულებების ვერავინ გვასწავლის და ვერ გვასწავლის, მაგრამ თუ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი შვილები ღამურასავით არც აქით იყვნენ და არც იქნენ და ჯერის ვერ გაიგეს, რომელი ქვეყნის შვილები არიან, რა ღირებულებებია, რა უნდა დავაფასოთ, რა შევინარჩუნოთ, რას გავურთხილდეთ, როგორ გავიგებთ თუნდაც ევროკავშირის ღირებულები. დღეს ვლაპარაკობთ ევროკავშირის ღირებულებებიო. ვინმესგან გაგიგიათ, რომ თავის დროზე ევროკავშირი დაფუძნდა სწორედ ქრისტიანულ ღირებულებებზე? და დღევანდელი ევროკავშირი ეს ღირებულებები სად არის? რამდენი ხანია? და ვის ახსოვს? 15-20 წელი აღარ არის. ვის უნდა? და კარგია რომ იქაც ნელ-ნელა გამოფხიზდა კონკრეტული სახელმწიფოები ევროსკეპტიკოსების გაძლიერებაზე. აი, რამდენად დააქვთ? მაგალითად ლეპენს მან სხვა ახალგაზრდა კაცი ყავს. ბარდელა, დიახ. ბარდელი, ხო. ბარდელი. ბარდელო. მაგარი ბიჭია საჩვერის. ასევე ფარაჯი არის იქ ინგლისში. რამდენად დააქვთ? მაგალითად, გერმანიაში არ ვიცი როგორ იქნება, ალბათ რაღაცა სამოქალაქო დაპირისპირება, იმიტომ რომ ესე არის გაყოფილი. ევროკავშირის სახელმწიფოების მოქალაქეებმა ძალიან კარგად იციან რა გზა გაიარეს ევროკავშირის წევრობამდე, განსაკუთრებით აი ბოლო გაფართოება და იციან რომ მანამდე არასოდეს ბრიუსელი მიუხედავად იმისა რომ მანამდეც არსებობდა ასე მათი ქვეყნის საქმეებში არ ერეოდა. ნახეთ ამერიკის კონგრესის დასკვნა რუმინეთის არჩევნებზე, ბევრი სხვაგან. მეორე რა თქმა უნდა, ყველა აცნობია, როცა შენ დიდი ორგანიზაციის წევრი ხდები, გარკვეული სუვერენიტეტი, გარკვეული დამოუკიდებლობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რა თქმა უნდა დათმო, მათ შორის დაუშვათ საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, მაგრამ ის რაც პოლონეთს უქმნეს, ყველაზე კონსერვატორ და ყველაზე კათოლიკურ ქვეყანას მთელ ევროპაში დღემდე. როცა ვერ მოახდინეთ დიდ სახელმწიფოზე წლეხი, რომ ერთნაირსქესიართა ქორწინები ეღიარებინათ, ჩაიყვანეს პოლონელი წვილი, დაწერეს სხვა ქვეყანაში ჯვარი, და იურიდიულად შეაქმნეს ოჯახი სამართლებრივად, ანუ ეკლესიურადაც სამართლებრივად შეაქმნეს ოჯახი, აჩივლებინეს ევროსასამართლოში. და ევროსასამართლო მოთხრა, რომ შენო კი არა გაქვს აღიარებული შენ ქვეყანაში ეს გასაგები, მაგრამ ესენი რო ჩამოვლენო, კეთილი ინებეო და დაიცავე მათი ყველა უფლება. ხვალ ბავშვის საყვანას მოთხოვენ, უნდა გააправონ. ასე შემდეგ. თქვენ იცით რომ საბერძნეთი ასევე უძველესი ქვეყანა და მაშინაც ჩვენ რატო ჩავწერეთ კონსტიტუციაში ოჯახის განმარტება, ეს კანონმდებლობა რატო მივიღეთ? გასვიცათ პირდაპირ წყნეხს აგრძელებენ დღესაც ჩვენთან მიმართებაში და ხა ვიღაცას გონია თუ დიპლომატიური პასპორტი სადღაც არ შემიშვებს, შტავალ ეხლა და ჩემს მიღებულ კანონმდებლობაში შევცვლი ჩემი ქვეყნის და ჩემი ეკლესიის და ჩემი ხალხის წინააღმდეგ, ეგ არ იქნება არასოდეს. მაგრამ საბერძნეთში ბევრი ხო ამბობდა როგორ მოგვერევია, რას ქვია ჩვენ პარლამენტში ესეთი პოლიტიკური ძალები როგორ მოვლეს. საბოლოო ჯამში ეს კრიზისი მათ ფინანსური დაუჯდათ ამის სანაცვლოდ და მათ შორის საბერძნეთი არის მართლმადიდებლური სახელმწიფო, რომელშიც აღიარებული არის ერთნაირსქესიანთა ქორწინება. თუ ეს პრობლემები არ არსებობს, მაშინ დღეს რას გველაპარაკებია? სომხეთთან რომ ორი ადამიანი ჩავიდა და გახარებულები წამოვიდნენ, რომ სომხეთი აიღებს ვალდებულებას და LGBT კანონმდებლობას მიიღებსო და გაგანია ომში ყოფი უკრაინა LGBT აღლუმს ატარებს. კვირეულს ატარებს და თავისი აღლუმებით. თუ ეს არ არის ამოცანა და წნეხი, აბა ჩვენგან რა უნდა, რას ვაშავებთ? ნახეთ მათივე კვლევები ევროკომისიის, რომელიც სტატისტიკას, რიცხვებს, ჩვენ უფრო ახლოს დავართ ვიდრე ფაქტებს ეკნო, ამას ვერ გაურბიან. სამაგეროდ გამოვა ნებისმიერი ევროკომისარი, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირია, იტყვის რასაც უნდა, აქედან უკვე ეს ტელევიზიები ელოდებიან რისი ტირაჟირება მოახდინონ, მათ შორის ევროპარლამენტში იმეს რატო აუგზალეს, რომ იმ უხერხულ კითხვებზე პასუხისგაცემა აღარ მოუწიო ჩემობაში მაინც ყოველ შემთხვევაში, რომლებსაც თქვენ სვამთ და რომლებიც ჩემი დასასმელი კითხვებია. რომ ვინმე ჩემიანო მე რო იქ არ ვიშვებენ დიპლომატიური პასპორტით მსჯიან, კითხოს რომ ამ ჩვენი ქვეყნისგან და ხალხისგან ბოლო-ბოლო რა გინდათ, აბა გაგოგებინეთ, სანქციები
არ დავაწესე. საერთაშორისო სანქციებს მიერთებული ვარ, მიერთებული. ამერიკის, ბრიტანეთის და ევროკავშირის გახსოვთ თქვენ სამივე წარმომადგენელი ჩამოვიდა, ვინც ამ საკითხს მადლობით დაიწყეს. ანუ ამოცანა რა არის? ომი უნდა დაიწყოს. ნებისმიერ ფასად ჩავერთოთ ომში, რომ რაც გაუხანგრძლივებს ბალტიისპირა სახელმწიფოებს პირველ რიგში რომ უფრო უკეთ მოეზადონ, თუმცა იცი თქვენ დრონი იყო თუ დიდი ფრინველი ვერ გაარჩიეს და 3 დღე საგანგებო მდგომარეობა აქვს გამოცხადებული ნატოს წევრ სახელმწიფოს. კი ბატონო. ვიცი. და თურმე ჩვენ უნდა შევეწირო და თან პარტიზანული ომით უნდა გავწყვეტ ყველა ქართველი ბოლომდე იმის გამო, რომ ვიღაცამ დრო მოიგოს. თუმცა ჩვენ ამას არ დაუშვებთ, ვიბრძოლებთ მშვიდობისთვის და ღმერთმა უქნას, მაგრამ ყველა მიცოდეს. თუ ომამდე საქმე მიდგა, ესენი სად გაიქცევიან, ნახეთ არაერთი მაგალითი 2008-ში და ჩვენ და ჩვენი გმირი ჯარისკაცები, რომლებიც ახლა 26 მაისს კიდე წევანდელებს დადო, მართლა ბოლომდე ვიბრძოლით ჩვენი სახელმწიფოს. ოღონ გონიერი ხელისუფლება და ხალხის დაკვეთა არის ერთი, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, იყოს სტაბილურობა, განვითარება, მეტი კეთილდღეობა და რა თქმა უნდა, თავარი მიზანი გავაერთიანოთ ჩვენი სამშობლოში. უღრეს მადლობა ლადო ბოჟაძე, ჩვენი განაცემის სტუმარი იყო, დიდი მადლობა მოხვედი. გამარჯობათ მეგობრებო, აგერ ჩვენი გოგა ეს ფილმი უკვე იყო ჩვენს ეთერში. რატო გადავწყვიტეთ? მე გადავწყვიტე, რა თქმა უნდა. შენიაც რატო უნდა გაუშვათ ეს ფილმი? იმიტომ უნდა გაუშვათ, რომ რასაც ახლა ლაპარაკი მიდის გაუთავებელი, აი ამ დანიასთან დაკავშირებით. დანია არის საბავშვო ბაღი. იმასთან შედარებით, რასაც ამ ფილმში ნახავს მაყურებელი, ხო? ინგლისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, საფრანგეთში რას უშვებიან დემონსტრანტებს. იმ ფონზე, როდესაც ეს აბსოლუტურად გარყვნილი და გადაგვარებული კავშირი, რომელსაც საბჭოთა კავშირის ვეძახი დიდი ხანია და ეგრეც არის, ხო? როდესაც რაღაცა პრეტენზიებს აყენებს ადამიანის უფლებებთან, დემოკრატიის უკუსლასთან და იმასთან დაკავშირებით, აი წლების მანძილზე რას ჩადიოდნენ. საერთოდ რას წარმოადგენენ და ვინ დგას მაგათ უკან, როცა ლაპარაკობენ, აი ვინ არიან ისინი, აი ის იმან ხო ვერ იპოვა იმ ფიშერმა deep state-ი ვერც აბაზანაში ვერც ტუალეტში ვერსად ვერ ნახა დადიოდა ეძებდა მთელი ეს ხანი ძებნაშია აი იქ ჩანს ყველაფერი რა იწყება პარიზის ოლიმპიადის წარმოდგენით და თუ ნებისმიერი ადამიანი მიხვდება ამის უკან ვინ დგას ვინ წარმართავს აი ამ ყველაფერს რა აი ყველაფერი ჩანს ამ ფილმში იმიტომ ვთვლი რომ იცი როგორი რამეა რომ კარგია როდესაც გაახსენებ მაყურებელს რეალობას ჩვენ მაყურებელს ქართველებს აქვთ მახსოვრობასთან პრობლემები მე მგონი არა უკვე აღარ არა იცი რა მინდა გითხრა იცი მე ამაყება რომ ამ დროს დავებადე ამ ქვეყანაში იმიტომ რომ ესეთი განათლებული ესეთი განვითარებული ესეთი ღირსეული საზოგადოება როგორც აი ამ დროს აი ამ ეპოქაში ყავს საქართველოს რა მე უკანასკნელ რაღაც საუკუნეებში კი არ მახსოვს რა იმიტომ რომ 200 წელიწადი ვიყავით რუსეთის ქვეშ 70 წელიწადი ვიყავით საბჭოთა კავშირის ქვეშ მე 30 წელიწადი თუ 25 მოვდიოდით ამ უდაბნოში და მოვედით დღეს ახთმულ მიწაზე მოვედით იმიტომ რომ მე და შენ და ყველა ჩვენთაგანი ვინც ახლა გვისმენს ვინც გვეთანხმება არ გვეთანხმება არის ღირსეული ქვეყნის შვილი საქართველო არის ღირსეული ქვეყანა ეს არის სახელმწიფო, რომელსაც აღმოაჩნდა უნარი საზოგადოებას, იმიტომ რომ სახელმწიფო არის საზოგადოება. და ის სტრუქტურები, რომელსაც საზოგადოება უკვეთავს და ირჩევს, ხო? როგორც არასდროს ღირსეული თავმოყარე, თავისი ინტერესების, თავისი სუვერენიტეტის, თავისი დემოკრატიის, თავისი საზოგადოების დამცველია, ხო? იმიტომ რომ იმას, რასაც დღეს საქართველოს ბედავს, ვერავინ ვერ ბედავს. ამ პორნოლიბერალურ სამყაროში ამ აი იცი როგორი რამეა რომ აღარც ვიცი ხოლმე რო უსმენ ხო ერთი პერიოდი იყო რომ არ მჯეროდა რას უსმენდი და ეხლა ვხედავ რომ ნუ ესეთი დაკლინებული ეხლა იმის იქით სად უნდა წახვიდე ხო რასაც კადრულობენ ელჩები ამ ქვეყანაში ხო და ეს იმას ნიშნავს რომ ყველგან ამას იკადრებენ რაღა მაინც და მაინც ამ ქვეყანაში მარტო მაგრამ ესე ცხოვრობენ რაც კადრულობენ მთავრობის ხელმძღვანელები ეხლა გერმანიის სათავეში რომ მერცი იდგება ხო და საფრანგეთის სათავეში ის ვინც დგას რა ხო და ბრიტანეთის სათავეში შენ წარმოვიდგინე დღეს მეორე შოტლანდიის იმაში პარლამენტში ედინბურგის და გლაზგოს წარმომადგენლებად აირჩიეს ორი ქალად გადაკეთებული კაცი არა სად შოტლანდიელებმა შოტლანდიელებმა გუშინ წინ
შოტლანდი ეს არის ქვეყანა, ეს არის ხალხი, არა, რომელთა უნდა ვიცოდე, წარმომადგენლები ბიზია ლაპარაკი. ბრიტანეთის იმპერიას იცავდნენ, შოტლანდიელი გვარდიელები დღესაც დგანან. ხო და შოტლანდია ცნობილია ვაჟკაცი. შოტლანდიაში ხდება ესა, იქით შორს აღარ წავალ, ხო? შოტლანდი ორი დღის წინ. ეხლა ნახე, ხო? ვინ აირჩიეს ლორდ მერად იმაში ბრიტანეთში. ისა პაკისტანელი კი არა. ხო რაღაც იგი. უბრალოდ რა ხდება იქ წარმოიდგინე რა, იმიტომ კი ღმერთმა ყველას გაუმარჯოს, მე არავის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს. ყველა ერს, მაგრამ მე რა მინდა იცი რომ როდესაც ჩემზე ლაპარაკობ, ხო? როცა მე რაღაცას მიწუნეებ და რაღაცას ვცდილობ სულ რომ მე რაღაც ჭკუა მასწავლო. ერთი შენ თავში ჩაიხედე, შენ სულ უკან ნახე რა ხდება, ხო? რისი მასწავლებელი შეიძლება იყოს დღეს საფრანგეთი? უგინდა დიდი ბრიტანეთი, რომელსაც დიდი ჩამოართვეს უკვე და ბრიტანეთი დარჩა მარტო ის მალე ბრიტანეთის აღარ იქნება, ხო? შენ აი ევროკავშირი ხო ეს აბსოლუტურად გადაგვარებული დაწესებულება. სადაც იმის შიგნით რა ხდება, ეხლა გუშინ და გუშინ წინ სტატიები გამოქვეყნდა კაია კალასთან მიმართებაში, ხო? რომ აი ელემენტარული ღირსების შეგრძნება რო ქონდეს იმ ქალბატონს დიდი ხანია დატოვებდა იმ პოსტს რომელიც კაია კალათზე ახლა საერთოდ არ არის ლაპარაკი. საერთოდ როგორ შეიძლება საგარეო საქმეთა მინისტრია ევროკავშირის და კუბილიუსი არის თავდაცვის მინისტრი. წარმოიდგინე გარბაჩოვის პარტიის წევრი და საქართველოსზე რო გაუთავებლად დორბლი მოსდის პირიდან ეგ არის იუნკევიჩიანი რომელიც ასევე გარბაჩოვის პარტიის წევრია. პირდაპირ ჩეკისტები არიან მარტაკოსზე ხო აღარ ლაპარაკობ ხო საკუთარ ქვეყანაში ამხილეს იმაში რომ საბჭოთა უშიშროებაზე მუშაობდა. ესენი არიან დღეს მართველები ევროკავშირის და აქ გაუთავებელი კივილი მიდის იმისთან დაკავშირებით რომ იქით ევროკავშირში მივდივარ და რომელ ჯანდაბა ევროკავშირში მივდის ად არის ევროკავშირი. მადლობა ღმერთს დღეს ასე ვთქვათ. მე ვფიქრობ რომ ჩვენზე კრიტიკულები გახდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები შალვა პაპუაშვილი ვთქვათ ირაკლი ობახიძე და ასე შემდეგ. ირაკლის წერილი იყო რა ვიცი ხა როგორ გითხრა რა ხო და პასუხი არ არის იმიტომ რომ იქნება არის რაღაც პასუხი როგორ არ არის არანაირი პასუხი არ არის ასე თქვენ ევროკავშირში ვერ შეხვალთ არა ეს გერმანიის ელჩმა თქვა იმას გონია რომ თვითონ არის ევროკავშირი ხო არა ეს არის ეგეთი რამე განსაკუთრებული მოვლენა საერთოდ ეს და ჰერჩინსკი ნუ ეს არის რაღაცა მე მაგრამ ეს სახეა მათი ეს არის ევროკავშირის სახე აი დღეს ევროკავშირს წარმოადგენს საქართველოში ფიშერი აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ ასია ევროპაში საქმე ხო ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია ეხა ძალადობასთან დაკავშირებით და იმიტომ მიფიქრე შენ ალბათ რა ეხა აქ გაკეთდა ეს ფილმი აქ გაკეთდა შენ გახსოვს კარგად ხო როდის იყო ესა შარშან წინ შარშან არა შარშან წინ წლის ბოლოს გავაკეთეთ და შარშან აჩვენეთ შარშან უნდა გაუმეორეთ ხშირ-ხშირად რა მაგის მე შეიცვალა რაღაცეები უარესობის ხო მაგას არა იმაზე უარესი რასაც იქ ვაჩვენებ ძნელი წარმოსადგენელი იმიტომ რომ არის კადრები სადაც ამერიკის შეერთებული შტატები პოლიციელები მანქანას ატაკებენ დემონსტრანტებს და დიდ ბრიტანეთში ცხენით გადადიან ზემოდან რა და ძაღლები აი აქ რო დანიაში ახლა რო არის კოპენჰაგენში რო ძაღლები გერმანიაში უნდა ნახო რა შეება და საფრანგეთში რა ხდება და ასე შემდეგ ანუ მთელ ევროპაში რა ხდება ესე იგი როგორი თვალთმაქცობა იცი რომ აღარც აი ყველანა ხო რაღაცა საზღვრები არის ხო ეხა მორალთან დაკავშირებით ხო არანაირი საზღვრები აღარ მორალი და მოკლეს მორალი აბსოლუტურად ჩვენ გვამონათებენ სასტიკ დარბაზს კი ვიღას აინტერესებს ეხლა რეზოლუციების არ იყოს რა ეს რეზოლუციები ნუ და რა ვინ კითხულობს ჯერ ან ვინ იღებს ამ რეზოლუციებს ესე იგი 577 კაცის დაწესებულებაში და 68 კაცი ღებულობს რეზოლუციას ხო ხო თავისთავად ცხადია ყველა ფეხებზე კიდე ხო რაზეა ლაპარაკი ხო და მე ამ ეხლა იყო აი ეს ის რო არის ეს საოცარი ფიგურაა საერთოდ ეს ვილსონი რო არის ხო და ჩინეთში იყო მაგის უფროსი ჯო ვილსონი ხო და მაგას ვიძახი ხო მე ხო ვიცი რა მივწერე რომ მეთქი მაისური გაიხადე მეთქი მაისური გახსოვს დადიოდა მაისურით და სუიხდედა ესა პერანგს და შიგნით ტრამპის გამოსახულება ქონდა მაისურზე და მე ვთხარი შეეკრა მეთქი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას და ანაკლეის სპორტის და რამე ესე იგი ეგეთი უთავმოყარეო არსება როგორიც არ გადაუხადეს ახლა როგორც იქნა ჩუმად იყო 1-2 თვე ხო ნახე ეთქობა არ გადაურიცხეს თუ არა ჰაცონის უნივერსიტეტში იყვირა რომ
ჩინელი დაავით, ჩინეთის კომპარტიას აღარ ახსენებს და რუსეთს, იმიტომ რომ მაგისმა ბელადმა, დიდმა ბელადმა გამოაცხადა, რომ მეგობრობს იმას სი ძინპინთან და იმასთან პუტინთან. ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. ამიტომ ირანს მიაწვა ეხლა, რომ ქართული ოცნება ირანთან ერთად, ასე ვთქვათ, ებრძვის ამერიკის შეერთებულ შტატებს და ორმუზის სრუტეში ძირითადი დაბრკოლება ჩვენ ყოფილვართ. ქართული ოცნება. აი ნუ შიზოფრენია ვინზის იმ ხაცონის უნივერსიტეტში. აი ხო გეუბნები, ხო უნდა დაიბადო აი იმათ რა ქვია ის კანდელაკად, ხო? აი კანდელაკად ხო უნდა დაიბადო. აი გიორგი კანდელაკად უნდა დაიბადო. რომ ყველგან სადაც შეგიძლია საკუთარ სამშობლოს უნებდე. მაგრამ ეს არ არის მისი სამშობლო ისე როგორც სააკაშვილისთვის არ არის ეს სამშობლო. ისე როგორც ბოკუჩავასთვის არ არის სამშობლო. არც იმისთვის ეს არის ასპარეზი იყო ყოველთვის და არის მათთვის ასპარეზი. აი როგორი ასპარეზია ახლა ამას ეკრანზე ნახავთ რა. ჩვენ სიბნეს იწრუის აქვია, რატო ქვია მოდი უცებ კიდე ერთხელ განვარტოთ. იმიტომ რომ იქიდან ავიღე ხა კლასიკოსია ქართველი ხო სულხან საბახო. როგორც არავინ ნახა ევროპა რას წარმოადგენს. აი ძალიან საინტერესოა. როგორც არავინ. და ზუსტად აი სიბნეს იწრუისა იმასთან არის დაკავშირებული იქ რა ნახა წარმოიდგინე. რა კატასტროფა ხო. აი რაც ნახა აგერ ნახავთ. დიდი მადლობა გოგა ჩვენ მეორეჯერ უშვებთ ამ ფილმს ჩვენს ეთერში სიამოვნებით.